დავიწყოთ ჩვენი მომდევნო ეპიზოდი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი მხარდამჭერები და პარტნიორები არიან სოკარი და სელფი. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დღეს ჩვენთან სტუმრად არის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ლექსიკოგრაფი თინათინ მარგალიტაძე. გამარჯობა. მოგესალმებით. ჩვენმა ერთ-ერთ ასვენებმა მომწერა ადრე და მირჩია თქვენი მოწვევა, ეს არის მაკო ღამბაშიძე და მადლობა მინდა უთხრა და როცა მირჩია წერენ ხოლმე მსმენელები, რომ ეს ადამიანი იქნებოდა საინტერესო ან მისი ხილვა სურთ პოდკასტში და ეს ეპიზოდი ზოგადად ოთხშაბათობით ვდებ ხოლმე, მაგრამ ორშაბათს დავდებთ, იმიტომ რომ 14 აპრილია დედაენის დღე და დღევანდელი ეპიზოდიც ქართულ ენას მიეძღვნება. რა მდგომარეობაა დღეს, როგორი რაღაც ბარბარიზმები თანამედროვე ეპოქაში ამდენი ინფორმაცია შემოდის და ესე უფრო და უფრო ხშირად ვიყენებთ ინტერნეტს, კიდევ უფრო დიდი წნეხით რა დავარქვათ მოდის ენაზე. ბევრი სიტყვა შემოდის ძალიან ახალი. უკვე თაობებსაც კი თავისი ისინი აქვთ ახალი ტერმინები და მოკლედ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. თქვენ როგორც ვიცი ბარბარი შევეცადოთ რომ ვისაუბროთ. ხო, შევეცადოთ. დიდი თემებია. კი, ბევრი სიტყვა შემოდის ქართულ ენაში, რომელს თარგმნასაც ვერ ვასწრებთ იმდენი და ერთ-ერთი არის პოდკასტი, სადაც ახლა ვართ და პოდკასტი შეიძლება რამე ქართულ ენაში შესატყვისი მოუძებნოთ. თქვენ თვითონ თუ დაარქმევდით რამეს ქართულად? მე ვერ მოვიფიქრე ჯერ ესეთი მოკლე და ადვილად სათქმელი სიტყვა, რომ რაღაც შეიძლება 2-3 სიტყვიანი ფრაზა ტერმინი მოიფიქრო, მაგრამ ხო, პოდკასტი არის რეალურად აღნიშნავს სრულიად ახალ ცნებას, ხო, ეს არის რაღაც ახალი ტიპის გადაცემების ციკლი, ვიდეო გადაცემების ციკლი, ხო, რომელიც ინტერნეტში არის განთავსებული. ეს არის სრულიად ახალი რამ და არ ვიცი, უკვე პოდკასტი იმდენად არის დამკვიდრებული, რომ რამდენად შესაძლებელი იქნება მისი ჩანაცვლება, ვერ გეტყვით. იმიტომ რომ როდესაც სიტყვა მკვიდრდება, სანამ ძალიან დამკვიდრდება და გაიდგამს ფესვებს ენაში, მანამდეა სასურველი მისთვის ქართული შესატყვისის მოფიქრება. შეიძლება თუ არა ქართული შესატყვისის მოფიქრება, გეტყვით რომ შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ არის ენობრივი საზოგადოება განწყობილი იმისკენ, რომ თქვათ მიიღოს ეს ქართული სიტყვები. სამწუხაროდ ჩვენ ცოტა გვიყვარს უცხო სიტყვების გამოყენება და ამიტომ რაც არ უნდა შევთავაზოთ, არ ვიცი რამდენად მოინდომებენ. მე გეტყვით რომ ჩვენ დავარსეთ, ჩვენმა ჯგუფმა დაარსა ესეთი ვებსაიტი არის შექმენი ქართული ტერმინი. სწორედ ორშაბათს ქართული ენის დღეს დავაჯილდოვებთ მეოთხე ტურის გამარჯვებულებს. იდეა არის ის, რომ ქვეყნდება 6 აი ესეთი პოდკასტის ტიპის ტერმინი, რომელიც ნასესხებია ქართულ ენაში და კონკურსანტები ცდილობენ, რომ მისთვის შეარჩიონ ქართული შესატყვისი. ამის შემდეგ ჟიური, რომელიც ლექსიკოგრაფებისაგან არის დაკომპლექტებული, ცდილობს, რომ გამოავლინოს, კი არ ცდილობს, არამედ ავლენს გამარჯვებულებს, რომელსაც ჩვენ შემდეგ ვაჯილდოვებთ. გვყავს სპონსორიც, რომელიც რაღაც მატერიალურ ეს როგორ არის მისამართია საიტის? საიტის მისამართია terms, ლათინურად terms, ტერმინები, წერტილი, ილიაუნი, წერტილი, edu, წერტილი, g. აღწერაში მივუთითებ. და აი ხა ორშაბათს ჩვენ სწორედ დავაჯილდოვებთ გამარჯვებულებს. აი ხა მაგალითად პოდკასტის შეიძლება თუ არა ქართული შესატყვისი. მე გეტყვით ერთ ასეთ მაგალითს. ჰეშტეგიც ხო სრულიად ახალი ცნებაა, ხო? და ჩვენმა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, რომელიც იყო საშუალო სკოლის მოსწავლე, მე-12 კლასის მოსწავლე, შეიძლება შემეშალოს მისი გვარი და ამიტომ არ დავასახელებ, ძალიან საყვარელმა ახალგაზრდა გოგონა მოიფიქრა სახელი თემსაკვეთი. აი შეხედეთ სრულიად ახალი ესე ხატი შექმნა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ჰეშტეგი რა არის? ეს არის თემების გადაკვეთის ადგილი, ხო? სადაც თავს იყრის ერთ თემაზე დაწერილი, ასე ვთქვათ, ერთი თემისთვის შექმნილი ინფორმაცია. ამიტომ მან უწოდა ჰეშტეგის მაგივრად თემსაკვეთი. ხა ჩვენ რა გავაკეთეთ? მე რა შემიძლია როგორც ლექსიკოგრაფს, რა თქმა უნდა, ეს შევეცადეთ, რომ ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა საზოგადოებისათვის, გამოვაქვეყნეთ ჩვენს გვერდზე ლექსიკონში ჰეშტეგთან ინგლისურ ქართულ ლექსიკონში ჰეშტეგის გვერდით დავწერეთ თემსაკვეთი. დანარჩენი ხო უკვე საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებს და მასმედიასაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. უბრალოდ ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ სულ
სულ დაძაბულობა გვაქვს ქვეყანაში, სულ რაღაცა ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ვეღარ მოიცალა საზოგადოებამ იმისათვის, რომ მართლა ენას მიხედოს ისე, როგორც ამას ქართული ენა საჭიროებს და იმსახურებს, მე ვიტყოდი. ბევრი ტექნიკა არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება ტერმინი გაქართულდეს, არსებობს ტერმინჩემოქმედების მთელი მეთოდები და მე პატარა ვიდეოც მაქვს ჩაწერილი ამ ვებსაიტზე, სადაც გარკვეულ რჩევებსაც ვაძლევ კონკურსანტებს, ვთქვათ, როგორ შეიძლება რომ შექმნან ქართული ტერმინი. ხა თემსაკვეთი იყო ეს სრულიად ახალი ხატი შექმნა ადამიანმა, აი ნიჭიერმა სკოლის მოსწავლემ. ამიტომ ჩვენ ვეძებთ ესეთ ტალანტებს ამ კონკურსით და აი ახლა სწორედ გქონდა 6 ტერმინი გქონდა, ეს იყო game changer-ი, ხა შეიძლება ყო game changer-ი, იგივე coworking-ი, იცით ალბათ სადაც არ გაივლით ქალაქში ყველგან coworking-ი აწერია, მშვენიერი ქართული შესატყვისები მოიფიქრეს ჩვენმა კონკურსანტებმა, რომლებსაც ორშაბათს დავაჯილდოებთ. შემდეგ ეს ტერმინი რა შესატყვისებია თუ შეიძლება ვთქვა? აი მაგალითად game changer-ისთვის იყო კონტექსტზე არის ეს დამოკიდებული თუ game changer-ი არის ადამიანი, მაშინ შეიძლება იყოს გეზის მიმცემი. თუ ეს არის რაღაცა მოვლენა, ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მოვლენა, ასევე შეიძლება იყოს ძირეული ცვლილებების გამომწვევი. რატომღაც ჩვენ ასეთი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა და გარკვეულწილად ალბათ ესეც ენობრივი ეკონომიის პრინციპითაც არის ნაკარნახები, რომ თუ შეიძლება ერთი სიტყვით რაიმე თქვა, ჩვენ ესეთი აღწერითი ტერმინი მაინდამაინც არ მოგწონს ქართველებს და ამიტომ ურჩევნიათ რომ ის უცხო სიტყვა გამოიყენონ, ვიდრე თქვა თქვან ორი სიტყვით, რომ აი გეზი შეცვალა, რაღაც გარდამტეხი მომენტი იყო, თქვა აი ეს გამოგონება აღმოჩნდა გარდამტეხი, თქვა ამ დარგის განვითარებისათვის, ხო? აი ეს პრობლემა არის და ჩემს ვიდეოებში მე ყოველთვის ვცდილობ ეს აუხსნა საზოგადოებას, რომ ენებს შორის არ არის ესეთი სწორხაზოვანი, როგორ გითხრათ, სიმეტრია. არ არის ეს, იმიტომ რომ ენა რა არის, ახლა ენა ხო არ არის მარტო მარტივი სიტყვების ჯამი, ხო? ენა არის გაცილებით უფრო რთული სხეული, გაცილებით უფრო რთული მოვლენა არის. ალბათ შემდეგ ამ საკითხს უფრო ესე ვთქვათ ღრმად შევეხებით. ენაში ილექება ენობრივი საზოგადოების მიერ გარესამყაროს აღქმის ამ საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სურათი. როგორც ჩვენ აღვიქვამთ გარესამყაროს, ასე არ აღვიქვამს იაპონელი, ასე არ აღვიქვამს ჩინელი, ასე არ აღვიქვამს ამერიკელი, ასე არ აღვიქვამს ინდოელი, ხო? სრულიად განსხვავებულად აღვიქვამთ სამყაროს და ეს განსაკუთრებით ბოდიში გაწყვეტინებთ, აი რაღაც Amazon-ის ტომებს ან იმათ ენას ვსწავლობენ ხომ, რომელიც მოწყვეტილები არ არის. იქ კიდე ძალიან ეტყობათ ხოლმე, როგორ განსხვავებული მიდგომა აქვს. მაგალითად ერთ-ერთი ახლა ამ საკითხებს რო ვიძებდი, მახსოვს იყო ერთ-ერთი ტომი არის და 10 ყველაზე რთული ენას ასწავლათ. ამ ენას, ამ ტომის ენას ჰქონდა ესეთი თვისება, რომ როცა რაღაცა წინადადებას ამბობ ინფორმაციას, იმ წინადადებაშივე უნდა თქვა, საიდან იცი ეს ინფორმაცია, ვინ გითხრა. ანუ ფრაზას ისე ამბობ, რომ ამ ფრაზაშივე უნდა იყოს რაღაც 300 რაღაცა ტიპის ზმნა კი არა თორემ ხა წასიათ ვერ ვხსნი, მაგრამ აი მოკლედ ძალიან უცნაური ეს არც კი მიფიქრი ამ კუთხით ენაზე, რომ თან ამბობ, თან იცი საიდან გაიგე ეს ინფორმაცია, ხო? ენები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, არა მარტო ლექსიკურ დონეზე, არამედ სინტაქსურ დონეზე განსხვავდებიან, გრამატიკები განსხვავდება ენების ერთმანეთისაგან, მაგალითად ამერიკელი ინდიელების ერთ-ერთი ენა არის, რომელშიც სრულიად სხვანაირი აღქმა არის დროის. არ არის თქვა ისეთი აღქმა, ისეთი კატეგორიებიც კი როგორც არის ფერი, როგორც არის დრო, რო თითქოს უნდა იყოს უნივერსალური ყველასათვის, აქაც კი ენები ძალიან დიდ განსხვავებას ავლენენ და ამიტომ მე სწორედ ამის ახსნას ვცდილობ ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ არ შეიძლება ჩვენ ქართულ ენას ნაკლად ჩაუთვალოთ ის, რომ დაუშვათ game changer-ი ასეთი ცნება არ არის ქართულ ენაში ლექსიკალიზებული. ამას ჩვენ ვეძახით ცნების ლექსიკალიზაციას. ანუ როდესაც რაღაცა ცნებისათვის ერთი სიტყვა არსებობს ენაში. მოხდა ამ სიტყვის ლექსიკალიზაცია და შეიქმნა ეს game changer-ი, ვთქვათ, მართალია ის არ არის მარტივი სიტყვა, რთული სიტყვა, game და changer, მაგრამ ამ ენაში შეიქმნა ესეთი სიტყვა. ჩვენ შეგვიძლია სხვანაირად ვთქვათ. ამიტომ სწორედ ეგ არის სირთულე ლექსიკოგრაფიის, სწორედ ეგ არის სირთულე ენათმეცნიერების და ჩვენი დარგის, რომ ჩვენ ვცდილობთ ლექსიკოგრაფები, რომ მოუძებნოთ აი ამ ჩვენს ენაში არალექსიკალიზებულ ცნებას მოვუძებნოთ ენობრივი გამოხატულების საშუალება და ქართული ენა არის ძალიან მდიდარი და სულ მახსენდება ბატონი ოტია იოსელიანის სიტყვები.
ამენაზე ვეფხისტყაოსანი დაიწერა და თქვენ რით ვერ გეყოთ საბჟუტუროთო. ხო, ამიტომ ყველაფერი არის დამოკიდებული ერზე, ყველაფერი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, განათლების სისტემაზე, მასწავლებლებზე, როგორ მიაქვთ მათ ეს ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებთან, როგორ მიდის ეს ინფორმაცია სტუდენტებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თუ კარგად ავუხსნით, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც ამას გაგებით მოეკიდება, რომ შეიძლება, რომ ვთქვათ, game changer-ი არ ვთქვათ ქართულად და ვთქვათ, დაუშვათ რაღაცა გარდამტეხი მომენტი, ან ადამიანი, რომელმაც სრულიად შეცვალა გეზი, ანუ სხვანაირად ვთქვათ, აღწერითად ვთქვათ, ასე აკეთებენ ამას სხვა ენები. და ესე იგი ჩვენ რატო უნდა ვისესხოთ ყველაფერი ენაში და პრაქტიკულად ეს გავაღარიბოთ, ასე ვთქვათ, ქართველური ძირის სიტყვებით გავაღარიბოთ ჩვენი ენა. ხო და აი თუნდაც დღევანდელი დღე რა ისტორიულ მოვლენასაც უკავშირდება თითქოს მაშინ როცა 76 წელი იყო თუ არ ვცდები ხო ეს 78 თითქოს საზოგადოება რომელიც უკვე არაფერზე პროტესტს არ გამოთქვამდა და ესეთი ძალიან ავტორიტარული საზოგადოება იყო უცებ გამოვიდა ხალხი ქუჩაში როცა დაინახა საფრთხე რომ მათ ენას რაღაც საფრთხე მოკრებოდა ანუ ენა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ღრმად არის ჩვენ ფესვებში ვიდრე გონია თუნდაც ეს ისტორიული მაგალითიც ამას გვაჩვენებს და რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი აი ჩვენ ქართველებისთვის რომ ქართული ენა შევინარჩუნოთ შეიძლება ადამიანმა იფიქროს რომ მე მოდი game changer-ი გამოვიყენოთ ეს ტერმინი რა მოხდა მე რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის რომ ეს უბრალოდ ის არ არის უბრალოდ რომ ამაზე ენა და მოდი შევინარჩუნოთ რაღაცის უფრო მეტად გვჭირდება ვიდრე გონია და რატო ხდება ეს თქვენი აზრით აი როგორც გითხარით ენაში აისახება ამ ენობრივი საზოგადოების მიერ სამყაროს აღქმის სურათი არ არის ეს მნიშვნელოვანი რომ ჩვენ როგორ აღვიქვით სამყარო და შემდეგ ენა ხომ ნელ-ნელა ვითარდება ენაში თანდათან ილექება წლიდან წლამდე აწლეულიდან აწლეულამდე საუკუნიდან საუკუნემდე ენაში ილექება ჩვენი კოლექტიური გამოცდილება ენაში ილექება თქვათ ის ახალი ცოდნა რომელსაც ჩვენ ვიძენთ როგორც ენობრივი საზოგადოება და ეს ენა არის არა მარტო საკომუნიკაციო საშუალება, რითაც ჩვენ ვესაუბრებით ერთმანეთს და ვაგებინებთ ერთმანეთს ჩვენს აზრებს და ესეც მნიშვნელოვანია, ხო? ახლა თუ ყველაფერი ვისესხეთ და ერთმა თაობამ ვეღარ გაიგო მეორე თაობის მეტყველება, გამოდის რომ ენას ვუკარგავთ მის მთავარ ფუნქციას, რაც არის საკომუნიკაციო ფუნქცია, მაგრამ ენა არის ამავე დროს ჩვენ სულ ვამბობთ ხოლმე, რომ ენა არის ჩვენი იდენტობის როგორც გამსაზღვრელი, ასევე შენარჩუნების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. იმისათვის რომ ერმა იფუნქციონიროს როგორც ერთმა სხეულმა მას ამაში ეს ენაც ეხმარება, იმიტომ რომ ენაში დევს ძალიან დიდი ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რომელიც გროვდება საუკუნეების მანძილზე. აი თუ დაფიქრებულ ხართ თქვენ რომ რატომ არის ჩვენი მისალმების ფორმა დილა მშვიდობისა. გამარჯობა, ნახეთ, გამარჯვება დევს ერთში და მშვიდობა დევს მეორეში. ამაში ხო რაღაცა ეს ჩვენი საუკუნოვანი გამოცდილება სულ გადარჩენისათვის ბრძოლა, ეს ხო ამაში დევს ეს ინფორმაცია, ხო? ან წუთისოფელი რო ავიღოთ ეს ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვა გვაქვს წუთისოფელი ნახეთ რამხელა ქრისტიანული აზრი დევს ამაში რომ ესე იგი ადამიანი აქ ცხოვრობს ერთი წუთი და იგი ემზადება იმ მარადიული სიცოცხლისათვის რომელიც მოდის გარდაცვალების შემდეგ ხო როდესაც ის უნდა გადავიდეს მეორე სამყაროში და ამისთვის ემზადება ის ხო მთელი სიცოცხლე ან ავიღოთ სიტყვა თავისუფლება მე ასე აღვიქვამ, ეს არც არ წამიკითხავს, ჩემი აზრია, მაგრამ ჩემთვის ეს არის თავის უფალი. ანუ ადამიანი, ქართველი ადამიანისათვის თავისუფლება არის არა ის, რომ რაც გინდა ის გააკეთო. არამედ ქართველი ადამიანი რაღაცნაირად ზნეობრივ კოდექს უწესებს თავის თავს, როგორც ღმერთი უწესებს ამ კოდექს ქრისტიანებს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ქრისტიანები ვართ და ამაზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო. ამიტომ თავის უფალი ნიშნავს, რომ ადამიანი თავის თავს უწესებს იმ ზნეობრივ კოდექს, რომლის ჩარჩოებშიც მან უნდა იცხოვროს და აქედან ეს არის მისთვის თავისუფლება და არა ის, რომ გიჟი თავისუფალია და რაც გინდა ის გააკეთო. გარდა ამისა კიდევ რა არის იცით მინდა შევეხო ძალიან მოკლედ ენათა ნათესაობის თემას. ხა ჩვენ ვართ ქართველური ენებად ითვლება, ქართული ენა და მისი მონათესავე ენები მეგრული და სვანური ენა. და ლაზურსაც მოიხსენიება ხოლმე, რა თქმა უნდა. და ეს ენები არის განვითარებული საერთო წინაპარი ენიდან, რომელსაც პროტოქართველურ ენას ვუწოდებთ. აი ის სიტყვები, რომლებიც არსებობდა პროტოქართველურ ენაში და რომელიც არის შენარჩუნებული ქართულში, მეგრულში, ზოგჯერ დაუშვათ დაკარგულია ერთ ენაში და შენარჩუნებულია ორ ენაში.
ეს სიტყვები არის ჩვენი დნმ. აი ეს საერთო ქართველური ლექსიკა, ხო, ეტიმოლოგიურად დადგენილი ქართველური სიტყვები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ სიტყვების მეშვეობით გადიხარ ქართველურ კულტურაზე. რა სიტყვები არსებობდა მაშინ დაუშვათ. ქონდა ბრინჯაოს აღნიშნული სიტყვა ქართველებს, გვაქვს ზღვის აღნიშნული სიტყვა, ესე იგი ჩვენ ზღვასთან ახლოს ცხოვრობდით თუ არა, გვაქვს გემის აღნიშნული სიტყვა, გვაქვს დაუშვათ ძვირფასი ლითონების, ოქროს, ვერცხლის აღნიშნული სიტყვა. ანუ ის ლექსიკა, რაც არსებობს პროტოქართველურში, ეს არის ის საგანძური დნმ, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება პროტოქართველურ ტომებზე, მათ განსახლების ადგილზე, მათ ადაწესებზე, ზნეჩვეულებებზე. აი როგორ გითხრათ, ეს არის განძი და ამიტომ აი ეს სიტყვა მე სიტყვებს ესე უყურებ. არა მარტო იმიტომ რომ ლექსიკოგრაფი ვარ, არამედ იმიტომ რომ ამ სიტყვებში დევს ძალიან დიდი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ჩვენზე მოქმედებს გაუცნობიერებლად. ჩვენ შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ ამას, მაგრამ ის მაინც მოქმედებს ჩვენზე, თუ ჩვენ ამ სიტყვებს ლაპარაკობთ და ხა თუ ყველაფერს ჩავანაცვლებთ და მთლიანად ქართულ სიტყვებს გამდევნით ენაში და მარტო უცხო სიტყვები გვექნება, ეს უკვე ჩვენს ცნობიერებაზეც ეროვნულ ცნობიერებაზეც იმოქმედებს აუცილებლად. აი თუნდაც ეს ფაქტი რომ ავიღოთ რომ რატომ იყო რომ ყოველი დამპყრობელი ცდილობდა ამოეშანთა ენა დაპყრობილი ხალხის. რატომ აკეთებდა ამას, ხო? დამპყრობელი ჩვენც გვაქვს ეს გამოცდილება და არა მარტო ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, იგივე აფრიკის ხალხების ის რომ მომისმენია ლექსიკოგრაფიულ კონგრესებზე, როგორ ექცეოდნენ დამპყრობლები ადგილობრივი აფრიკელი ხალხის. ამოშანთულია ძალიან ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი ენები, იმიტომ რომ აი სწორედ ეს არის ის იდენტობის გამსაზღვრელია და თუ იმ ენას დაუკარგავ, მაშინ მის იდენტობასაც უფრო ადვილად წაშლი და აი ამის ახსნას ვცდილობ ხოლმე ამ ჩემი ვიდეო გაკვეთილებით და ამ ჩემი მთელი 2017 წლიდან ხადაგად ვარ დავარდნილი როგორც სიტყვიან, იმიტომ რომ ეს არის იდენტობა, ამას უნდა გაფრთხილება. კი, ბევრ ეხლა თქვენ სიტყვებს ჩამოთვალეთ ეს დინამშვიდობის გამარჯობა, ბევრჯერ არის ხოლმე რომ მეც რაღაც სიტყვას დავიჭერ ხოლმე, რომელსაც აქამდე არასდროს მიფიქრია და მე დავაკვირდები ხოლმე იმ სიტყვაში კიდე რა შინაარსი დევს. და მე აღმოაჩენ ხოლმე რომ რაღაცა მთელ ამბავს ხედვას უკავშირდება. ეხლა რაც გამახსენდა, არ ვიცი ეს ეხლა რამდენად ეს არის ჩემი ხედვა არის სიტყვა გაბედე. და თითქოს ბედიდან და ბედის მინდობიდან მოდის, რომ გადადგინა ბიჭი და მიენდე ბედს, გაბედე აქედან მოდის და აქამდე არასდროს მიფიქრია, შეიძლება ესე არ იყოს, მაგრამ ბევრ სიტყვას რო უკვირდები, იქ თელ ფილოსოფია დევს რა ამ სიტყვებში. არის ესეთი მომენტი კი. დღეს აი მეც ბევრჯერ დამიჭერია ჩემი თავი რომ ინგლისური სიტყვა მიხმარია თუნდაც საუბრის დროს მიუხედავად იმისა რომ ქართული შესატყვისიც ვიცი და კარგი შესატყვისიც აქვს, მაგრამ ეს ხდება იმიტომ რომ ძალიან ბევრ მე პირადად ინგლისურენოვან ინფორმაციას მოვიხმარ ყოველდღურად, ინგლისურად უყურებ ფილმებს, სერიალებს, ვკითხულობ ინგლისურად, ჩემ პროფესიაშიც რაღაც სიახლეები უფრო დასავლეთიდან მოდის და ამიტომ ვეცნობი და ეს მაინც გავლენას ახდენს, გინდა თუ არა, მაინც გონებაში გიჯდება ესა და პირველი რაღაც სიტყვის თქვა რომ გინდა ეს ტერმინი მოდის ხო ტვინი ესე მუშაობს რა და არ არის ადვილი რომ ესე თან შეინარჩუნო იბრძოლა შენარჩუნებისთვის და თან გავლენა არ ქონდეს და აი როგორ ხდება ხოლმე რომ სიტყვა ბარბარიზმია ზოგი სიტყვა ბარბარიზმია და გადის მაგრამ ზოგი რჩება ენაში და დღესაც ქართულ ენაში ძალიან ბევრი სიტყვაა ხო უცხოენიდან შემოსული და ეს პროცესი როგორ არის რაღაცა როგორ ხდება რომ სიტყვა რჩება ენაში და არ ხდება მის ცვლილება მაგალითად ეხლა თუნდაც საუბარშიც ბევრი სიტყვა ვიხმარეთ, რომელიც არ არის ქართული ძირი არ აქვს, ხო? პრინციპში ყველა სიტყვა, რომელიც ეს ეტიმოლოგიურად ეს არის ნასესხების სიტყვა იქნება თუ უცხო სიტყვა იქნება, ეს შემოდის უცხოენიდან, შეიძლება ბარბარიზმად თავის დროზე, ხა ძნელია ამის თქმა, იგივე ფანჯარა რო ისესხა ქართულმა ენამ, რომელსაც ჰქონდა სიტყვა სარკმელი მაგალითად, ხო? და ესეთი სიტყვა თქონია ძველ ქართულში ლანძვი. რომელიც ნიშნავს ვიწრო და მაღალ ფანჯარას, სავარაუდოდ საეკლესიო, უფრო საეკლესიო არქიტექტურულ ტერმინად შეიძლება მივიჩნიოთ. მაგრამ აი რატო ისესხა ეს ფანჯარა, ხო? ოთახი ხო ნასესხების სიტყვა, ოჯახი ნასესხების სიტყვა, როგორ ფიქრობთ, ახლა არ გვექნებოდა ეს სიტყვები, ახლა ოთახის აღნიშნული სიტყვა არ გვექნებოდა, ახლა ველური ტომი ხო არ ვიყავით, ხო? რანაირად ხდება ძნელი სათქმელია. არის გარკვეულწილად ენის პრესტიჟის თემაც. ეს არის დამპყრობლის ენა ხშირ შემთხვევაში ენობრივი საზოგადოება ნებაყოფლობით იღებს ხოლმე დამპყრობლის ენას როგორც უფრო პრესტიჟულს ვიდრე თავის ენას პრინციპში ასე დაემართა
ძალიან ბევრ თანამედროვე რომანულ ენაზე მოლაპარაკე ერს, რომელსაც ასევე თავისი ენები ჰქონდათ, მაგრამ ლათინური მიიღეს როგორც თქვათ უფრო პრესტიჟული ენა და შემდეგ ამ ლათინურიდან განვითარდა თანამედროვე რომანული ენები, ხო, ფრანგული ხა. საფრანგეთში იყო გალიური ენა, მაგალითად სრულიად განსხვავებული ენა, კელტური ენა და არა თქვათ რომანული ენა, ხო, მაგრამ ის შემდეგ ჩაანაცვლა ლათინური ენის საფუძველზე განვითარებულმა. ასე მოხდა იტალიაში, ასე მოხდა ესპანეთში, პორტუგალიაში, ასე რომ ეს მომენტიც არის, რომ ენის პრესტიჟი დამპყრობელი ხალხის, ახლა ჩვენ ხო რუსულად ლაპარაკობდით ერთ დროს, ხო? ხა მე მაგალითად დისერტაცია იძულებული ვიყავი რუსულად დამეწერა, იმიტომ რომ ვაქში უნდა გაგვეგზავნა შემდეგ ეს მოსკოვში და ვაქს უნდა დაემტკიცებინა და ხა ის ხო არ შეიწუხებდა თავს, რომ ქართველი სპეციალისტი ყოლოდა იქ, ამიტომ ჩვენ ინგლისურად უნდა მიგვეწოდებინა, რუსულად უნდა მიგვეწოდებინა. ხო, ეხლა ინგლისური ენა შემოვიდა და სიტყვები პრინციპში შემოდის ხშირ შემთხვევაში ორი რამ შეიძლება გამოვყოთ. ერთი სიტყვა შემოდის და მას შემოაქვს ახალი ინფორმაცია. შემოაქვს ახალი ცოდნა, იგივე ახლა პოდკასტიც ხო ეს არის რაღაც ახალი, ხო? ახალი, იგივე ინტერნეტთან დაკავშირებული ონლაინ მედია, ონლაინ გამოცემა, დისტანციური სწავლება, ონლაინ ვებინარები, ეს ხო ყველაფერი ახალი ცნებებია, ხო? ხო და ბუნებრივია რომ ეს შემოდის ენაში. შემდეგ ახლა ვთქვათ ენა ცდილობს რომ ეს ჩაანაცვლოს, ვთქვათ ქართული სიტყვებით თუ ეს სიტყვები მაინც დარჩება ენაში, ვერ ერევა, იცით, ვერც ენათ მეცნიერება, ვერც ვერ ერევა აი ასეთი რაოდენობით შემოსული ცნებების გაქართულებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უფრო შემდეგ აი იგივე ეს კონკურსიც, იმიტომ მოვიფიქრეთ ჩვენ, რომ რაღაცნაირად მაგალითი მივცეთ საზოგადოებას, რომ სიტყვა კი არის დამკვიდრებული, მაგრამ იქნებ შევეცადოთ და ბოლოს სინონიმი მაინც გავუჩინოთ მას, ხო, ქართული სინონიმი. სხვათა შორის პოდკასტი გადავწყვიტეთ, რომ ეხა მეხუთე ტურში შევიტანოთ ჩვენი კონკურსის, ასეთ გავამზადეთ უკვე და ეხა აიტვირთება ახალი ტერმინები და მათ შორის იქნება პოდკასტი და ვნახოთ აბა რას შემოგთავაზებენ, აუცილებლად ჩაგაყენებთ შემდეგ საქმის კურსში. ასე რომ ახალი სიტყვები შემოდის თავდაპირველად, რომ ახალი ინფორმაცია შემოიტანოს და შემდეგ ზოგი მკვიდრდება, ზოგს ანაცვლებს შემდეგ მშობლიური სიტყვა, ზოგი მკვიდრდება როგორც ნეოლოგიზმი, ზოგი რჩება როგორც ბარბარიზმი და არარეკომენდებული. ენაც თვითონ არეგულირებს ამას, იცით, ენობრივი საზოგადოება, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ელაპარაკო ენობრივ საზოგადოებას, თუ მაგალითად ის რომელიღაცა სიტყვას იხმარს 1000-ჯერ, 10000-ჯერ, 100000-ჯერ, იქ ვერავინ ვერ გაუწევს იმას წინააღმდეგობას. ეს სიტყვა უკვე ჯდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყურს აღარ აღიზიანებს უკვე, ესე იგი ყური მიეჩვია ამ სიტყვას და ის უკვე ჯდება ენაში. მახსოვს ქალბატონ ზექალაშანიძეს კითხეს ერთხელ, რომ აი თქვენო რა აზრის ხართო აი ეს ამდენი ანგლიციზმი რო არისო ენაში შემოსულიო და მაშინ მან უთხრა რომ ახლა როგორი აზრი შეიძლება ვიყო, არ მომწონს რა თქმა უნდაო, მაგრამ ნუ ახლა თუ ყველა იხმარს ამ სიტყვას, მე რა შემიძლია რომ გავაკეთო, ხო, სიტყვა ჯდება ენაში უკვე. აი სოციალური ქსელების ტერმინოლოგია რო წამოვიდა, ხო, თავდაპირველად page, wall-ი, request-ი, დამაფოლოუერე, ხო გახსოვთ ეს როგორ წამოვიდა, იმიტომ რომ ახალი იყო ეს და ესე საზოგადოება არ დაფიქრდა იმაზე, რომ იგივე ლაიქი არის მოწონება, ხო, ინგლისურში, ხო, share არის გაზიარება დაუშვათ, follow არის მიმდევარი, follow შეიძლება მიმდევარი იყოს, friend-ი არის მეგობარი. უბრალოდ ბევრი რას ამბობს, იცით, რომ აი ფრენდი უკვე ნიშნავს, რომ ეს არის სოციალური ქსელების მეგობარი. აი ხედავთ როგორი მიდგომაა, მაგრამ ის ფრენდი ინგლისურში ხო ჩვეულებრივი მეგობარია, ხო ის ხო არ არის სოციალური ქსელების მეგობარი. უბრალოდ იქ მნიშვნელობა განვითარდა და ფრენდმა შეიძინა ახალი პოლისემიური მნიშვნელობა. აი ამიტომ დალაიქებას ახლა ვერაფერს აღარ უზამთ, ხო? დალაიქება უკვე ენაში ჩაჯდა, თუმცა იყენებენ კიდევაც მოწონებასაც, ხო, მოიწონეთ ჩემი გვერდი. დაჰაჰავებაც მოდის, ლაიქი მე ხო შეცვალა კიდე სიცილმა და სხვამაც და იქ ჰაჰარორი დაჰაჰავება მოდის, ხო, ჰეითი გაჩნდა მაგალითად, ხო? მაშინ როდესაც არის სიძულვილის ენა, ხო? ახლა ეს ჰეითი რაღაც საჭიროა ამის ენაში შემოტანა. სხვა ენებშიც ხდება ეს პროცესი, ეს მარტო ჩვენთან არ არის, უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ყველა დარგში არის მოზღვავებული ეს ტერმინები, იმიტომ ძალიან სწრაფი ტემპით ხდება ტექნოლოგიური განვითარება საზოგადოების, ამას მოაქვს ახალი ტერმინები, ახალი ცნებები და ვერ უმკლავდება, იცით? აი დარგებიც ვერ უმკლავდებიან იმას, რომ თავის დარგში, თქვა ტერმინოლოგია შეიმუშაონ და იღებენ აი ამ ნასესხებ შემოდის ეს ნასესხები ტერმინები და ამ ნასესხები ტერმინები ახლა შეიძლება თვითონ ინგლისური იციან და დარგის სპეციალისტებს არ უჭირს ერთმანეთთან კომუნიკაცია
კომუნიკაცია, მაგრამ სტუდენტი ახალგაზრდა, რომელიც ამ დარგს ეუფლება, ხო, ტერმინი ცოტა გამჭვირვალე ხო უნდა იყოს, ხო? ტრანზიციული მუტაცია, რეციპროკული ტრანსლოკაცია, დელეცია, სუსპენდირებული, ხო, ამ ტერმინოლოგიით როგორ გინდათ რომ ენა ისწავლოთ, ხო? ამიტომ ძალიან ბევრი სამუშაოა, აი ხელები უნდა დაიკაპიწოს ქართველობამ და თუ დარგის სპეციალისტებმა, თუ ენათმეცნიერებმა, თუ ლექსიკოგრაფებმა, დღედაღამე ამაზე უნდა ფიქრობდნენ, რომ რა გავაკეთოთ, მაგრამ თავარი მაინც მე მგონია, რომ არის ამ თემის პოპულარიზაცია საზოგადოებაში. თავარი მაინც არის, რაშიც ჩვენ გვჭირდება ჟურნალისტების დახმარება, პოლიტიკოსების დახმარება, რომ ეს უნდა გადაიქცეს ერთგვარ საამაყო საქმეთ, რომ ყველა მოუაროს თავის ენას და სადაც შეუძლია, თქვათ, უცხო სიტყვის გვერდზე შეიძლება გააჩინოს ქართული სინონიმი. ჩვენ ამისი ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, რომ როდესაც რუსული ენის გავლენის პერიოდში შემოვიდა ძალიან ბევრი ნასესხობა რუსული ენის გავლით, მაგრამ შემოვიდა რეალურად ლათინური ძირის სიტყვები. აი ხა თქვენ რო აიღოთ სიტყვა ნეგატიური, ხო, რუსული ენის გავლენის პერიოდში არის შემოსული, ხო, ნეგატივნი, მაგრამ ეს ხო არის ლათინური ძირის სიტყვა, ხო, ნეგატიური, პოზიტიური. ხო და ეს სიტყვები რო შემოვიდა, ამის სანაცვლოდ პარალელურად ხო გვაქვს ჩვენ ქართული სიტყვები, ხო, პოზიტიური, დადებითი, ნეგატიური, უარყოფითი, ტრანსპარანტული, გამჭვირვალე, ტოლერანტობა, შემწყნარებლობა. ანუ ჩვენ გვაქვს ეს პრაქტიკა იმისა, რომ გვაქვს უცხო სიტყვა და გვაქვს მისი ქართული შესატყვისი და აი იგივე უნდა გავაკეთოთ ეხლა, იცით, თუ დაუშვათ პოდკასტისთვის რაღაცა დამკვიდრდება ქართული ტერმინი, შეიძლება ეს არ იყოს ერთსიტყვიანი, მაგრამ პოდკასტიც ხო ორი ელემენტისაგან შედგება, ხო? ეს აიპოდიდან და კასტიდან მოდის ორი სიტყვის შეჯამებით. ხო და ამიტომ ამას თუ გავაკეთებთ, რომ უკვე დამკვიდრებული სიტყვებისთვის, ხო, დალაიქება, მოწონება, მაგალითად, ხო, page, გვერდი, wall-ი, კედელი, friend-ი, მეგობარი. თანდათან ესე იგი აი ეს მარტო ჩვენი მუშაობა არ კმარა. ამას ჭირდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამას ჭირდება განათლების სისტემაში რაღაცა რადიკალური ცვლილებების განხორციელება, იმიტომ რომ ადამიანი ცხოვრობს, მას უამრავი ინტერესი აქვს, პრობლემა აქვს და ამაზე საფიქრალად მას არ სცალი, ამიტომ განათლების სისტემა უნდა იყოს ისე აწყობილი, იგივე უცხო ენების სწავლების მეთოდოლოგია, იგივე ქართული ენის სწავლება, ქართული ენის სახელმძღვანელოები ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს ეს კრიტიკას, იცით. ესეც არის მიზეზი, ახლა მარტო საზოგადოებას ხო ვერ დაადანაშაულებ ამაში, ხო, ადამიანს აქვს თავისი ყოველდღიური უამრავი პრობლემა და ამაზე საფიქრალად მას არ სცალი, ამიტომ ეს უნდა ისე მიეწოდებოდეს მას სახელმძღვანელოებით, სწავლების მეთოდებით და ასე შემდეგ. იგივე თუნდაც გადაცემებით, სატელევიზიო გადაცემა იქნება ეს თუ აი თუნდაც აი ამ ტიპის ვიდეო გადაცემები, როგორცაც ახლა ჩვენ ვართ, ეს უნდა იყოს პოლიტიკა. ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა და ეს არ ვიცი, ეს როდის გახდება სახელმწიფო პოლიტიკა. გამომდინარე იქიდან, რასაც ვუყურებ სახელმწიფო პოლიტიკას. ესეთი ტერმინი რამე გახსენდებათ, რომ ბარბარიზმი იყო და მე აი ამ ცდელობამ, თქვა ქართული შესატყვისი მოუძებნა და ჩაანაცვლა და ეხლა ქართულს ხმარობთ. ეგეთი გახსენდებათ ეხლა რამე? ალბათ რაღაცები იქნება, მაგრამ ალბათ იქნება, კი. ალბათ იქნება, ეხლა ამ წუთას არ მახსენდება, მაგრამ აი თუნდაც აი ეს სოციალური ქსელების ტერმინოლოგია შეიძლება მთლად არ ჩაანაცვლა, მაგრამ ნამდვილად ცდილობენ ეხლა დალაიქების მაგივრად. კი, მოიწონეთ, გამომყევით რაღაცა. ფრენდის მაგივრად მეგობარი, ხო, გამომყევით სოციალურ ქსელში და არა დამაფოლოუერე და request-ის მაგივრად მოთხოვნის გაგზავნა. ანუ რეალურად ხდება სინონიმური რიგების შექმნა და შემდეგ უკვე ამ სინონიმური რიგებიდან ქართული სინონიმი იყო ჩაღებს თუ მაინც ეს ნასესხების სიტყვა დარჩება, ამასაც დრო სჭირდება და ამასაც დრო გვიჩვენებს, მაგრამ რეალურად სოციალურ ქსელებში ეს ტენდენცია აშკარად არის. ასევე მინდა გითხრათ, რომ აი საფინანსო ტერმინოლოგიაში შევამჩნიე ბოლო ხანებში ასევე საინტერესო ტენდენცია თავისუფალმა უნივერსიტეტმა თუ არ ვცდები გამოაქვეყნა დაახლოებით 200-მდე საფინანსო ტერმინი, რომელიც მათ დაამუშავეს და არის ესეთი საფინანსო ტერმინი bear market და bull market, ანუ დათვის ბაზარი და ხარის ბაზარი. ესეც არის რაღაცა ფასების აწევაზე და დაწევაზე მოთამაშე ბაზარი. და ქართულადაც გააკეთეს, ესე იგი, როგორ გითხრათ, ამას ქვია კალკირება ქვია, ან შეიძლება თარგმნითი ნასესხობა ქვია ამას, როდესაც სტრუქტურას ტოვებ ნასესხების სიტყვისა, ქართული სიტყვებით ანაცვლებ. ასეა შექმნილი ფეხბურთი ფუტბოლიდან, ასეა შექმნილი კალათბურთი ბასკეტბოლიდან და ასე იგი ეს ტენდენცია წამოვიდა და თარგმნითი ნასესხობა სხვათა შორის ეს არის ძალიან მიღებული მეთოდოლოგია, არა მარტო ქართულ ტერმინოლოგიაში, არამედ ზოგადად
მიღებული მეთოდია. გარდა ამისა, თუ მიგიქცევიათ ყურადღება, ტელეფონზე ონლაინ ბანკინგში, როდესაც შედიხართ, ხო, ტელეფონზე მოგდით შეტყობინება თუ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას გიგზავნიან რაღაცა კოდის სახით, მოგდით შეტყობინება, რომ გასანდოება ან გაასანდოეთ თქვენი მოწყობილობა. აი გასანდოებამ უკვე შეიძინა ახალი, ასე ვთქვათ, ფინანსური მნიშვნელობა, საფინანსო ტერმინოლოგიური მნიშვნელობა. ასევე ძალიან მომეწონა აი ამ 200 სიტყვიან ლექსიკონში შემხვდა ესეთი venture capital არის ესეთი საფინანსო ტერმინი, რომელსაც წერდით ვენჩურული კაპიტალი. ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი კაპიტალდაბანდება, როდესაც ძალიან დიდ უკუგებას იღებ თუ გაამართლა, მაგრამ დიდი რისკია იმისა, რომ შეიძლება ამან არ გაამართლოს venture. ამის შესატყვისად თუ სწორად მახსოვს გაბედული კაპიტალი ეწერა იმ იმაში, რამაც მე დამანახა ეს ტენდენცია. ხა ესეც არის ერთგვარი ამას ეს მეთოდი სემანტიკური სესხება ქვია. ანუ ესე იგი venture გააქართულეს და გაბედულს გაუჩნდა ახალი მნიშვნელობა, ესე იგი გაბედული კაპიტალი თუ თამამი აღარ მახსოვს ახლა ზუსტად როგორ იყო, მაგრამ გაქართულებული იყო ტერმინი. და იგივე შეიძლება გაკეთდეს ყველა დარგში, იგივე შეიძლება გაკეთდეს ბიოლოგიის დარგში, იგივე შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ სხვა დარგში, სადაც ძალიან სამედიცინო სფერო, სადაც ძალიან ბევრი ესეთი ტერმინოლოგია შევიდა. იგივე შეიძლება გაკეთდეს კავშირგაბმულობის სფეროში, იგივე კომპიუტერული ტერმინოლოგია, ხო, საერთოდ სიტყვებია ინგლისური, ხო, რომ აიღოთ, ხო, მაუსი იქნება თუ დესკტოპი იქნება თუ სკროლი იქნება თუ რაც იქნება ჩვეულებრივი. მაგრამ ხანდახან არ გამოდის აი მაუსის მაგალითად თაგუნიას ხმარება რა მაინც არ გამოდის. მაუსი იმიტომ რომ დამკვიდრდა. იმიტომ რომ დამკვიდრდა მაუსი, ხო, ნუ რაღაცა ძაღლუკაც იყო მცდელობა. ხო, იცით რა ძაღლუკა აღმოჩნდა რომ იყო შეცდომა. იმიტომ რომ აი ეს საბაჭკა აღმოჩნდა რომ ყოფილა არა ძაღლი, არამედ არის რაღაცა ტექნიკური ტერმინი, რომელიც აღწერს რომელიღაცა ტექნიკურ დეტალს, რომელიც გავს აი ამ იმას ფორმას და რეალურად ეს სიმბოლო არის ინგლისურად et. ანუ მაგალითად რო არის თინათინ და მე ეს სიმბოლო და მარგალიტი რაღაცა ვთქვათ, ხო? ეს უნდა წავიკითხოთ ესე თინათინ მარგალიტი წერტილი GZ. ხო, ან Gmail-ზე, @gmail. ეს არის et და არავითარი ძაღლუკა ეს არ არის, არანაირი კავშირი მას არ აქვს ძაღლთან, იმიტომ რომ არც ის რუსული საბაჭკა არ არის კავშირში ძაღლთან. ხო, აი ეს რო თქვით აბორბალა იყო სხვათა შორის. თითქოს ხო არის და მე ბორბალივით აბორბალა ჯობია საბაჭკას ნამდვილად. ხო, ადრე ხო იყო მცდელობები, რამდენიმე მახსოვს რაღაც მეტროსთვის და ვერტფრენისთვის ცდილობდნენ რაღაც ქართული შესატყვისები მოეფიქრებინათ, ხო, რაღაც ქვეგრიალა და სათნდღები და ესეთი ტერმინები იყო. მცდელობები იყო ადრეც. ისიც რა არის ტერმინის შექმნა სჭირდება ძალიან დიდი აკადემიზმი. თუ ის ეხა ქვეგრიალაზე ცოტა გაგვეღიმება ხოლმე, ხო? ან რაღაცა შოუმფრენისთვის იყო, მაგრამ სათნდღები იყო, მე მგონი თუ რაღაც ესეთი ტერმინი იყო, ხო, ნუ მდღები იყო. ტერმინი არ უნდა იყოს სასაცილო, ხო? იგივე ეხა ის იმისთვის მაუსისთვის ეხა ხელწრუწუნა იყო, მე მგონი რაღაცა ესეთი შემოთავაზება. თუ როდესაც ტერმინი არის აკადემიურად გამართული და არ ჟღერს სასაცილოდ, ხო, ის ენაში ვიოლინოზე ცდილობდნენ მე მგონი, ხო? ვიოლინოზე იყო ყელფანდური თუ რა. ხო, ნუ ყელფანდურიც რა თქმა უნდა ეს არ ვიცი, ახლა სიმართლე გითხრათ, ეს ესეთი ხუმრობები გავრცელდა თუ. მე წამიკითხავს, ხო, არ ვიცი, შემოხუმრობა. არ ვიცი ეს რამდენად სერიოზულად იყო, მე მგონი რაღაცა ეს უფრო ხუმრობასავით შემორჩა, არ მგონია რომ ეს სერიოზული შემოთავაზება ყოფილიყო ტერმინების. ხო, ამიტომ რა არის იცით, ბევრი რჩება ტერმინი, ეხა არსებობს კიდევ ცნება ინტერნაციონალიზმი. თუ დაუშვათ რომელიღაცა ტერმინი, რომელიც ცნებას აღნიშნავს, ახალ ცნებას აღნიშნავს, მკვიდრდება რამდენიმე ენაში, ასეთია მაგალითად კომპიუტერი, რომელიც ბევრ ენაში არის დამკვიდრებული, ხო? ასეთია მაგალითად იგივე მუტაცია. იგივე კლონი. თუ ეხა რამდენიმე ენაში არის დამკვიდრებული, ქართველი ენათმეცნიერებიც ამას ამბობდნენ, რომ თუ რამდენიმე ენაში არის დამკვიდრებული, არ არის ახლა ეს ტრაგედია, რომ ჩვენც დაუშვათ მივიღოთ ეს ტერმინი, ვიდრე რაღაცა მოვიგონოთ მისთვის ქართული. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ქართული ტერმინების შექმნის, სწორედ ქართული ენის რესურსებით.
და ამიტომ აი რაღაცნაირად ესეთი ოქროშვალედი არის მოსაძებნი. ამდენ მოზღვავებულ ტერმინოლოგიაში ყველაფერს ნამდვილად ვერ გავაქართულებთ, მაგრამ განსაკუთრებით თუ გვაქვს აი მრავალ სიტყვიანი ტერმინები, სადაც გვაქვს ორი სიტყვა ან ორზე მეტი სიტყვა, ხო? აი იგივე ფეხბურთის და კალათბურთის მაგალითი რო გითხარით, აი ესეთი თარგმნითი ნასესხობით, კალკირებით შეიძლება ქართული ტერმინები შექმნა. ხო და ზუსტად ეს მინდა მეკითხა, აი კალათბურთი როგორც კალკირება და ბასკეტბოლიდან ნათარგმნი. მაინც მიუხედავად იმისა, რომ აი სიტყვაზე როგორც გამარჯვებას ჰქონდა მნიშვნელობა და ერის ფსიქოლოგიას გამოხატავს და ერის წარსულს, კალათბურთი უბრალოდ კალკია და ისეთივე მნიშვნელობის, ისეთივე ღირებული სიტყვა ვერ იქნება, მაგრამ მაინც აქვს აზრი, რომ კალათბურთი ვიხმაროთ, ხო და არა ბასკეტბოლი, ანუ კალკსაც თავისი ფუნქცია აქვს. ხო, აი ხა ფეხბურთი გვაქვს მაგალითი და მე ფუტსალი გავაკეთეთ, ხო? ფუტსალ არის თუ სწორად ვიცით და ხვდები დარბაზის. კი. ხო, შეიძლება და დარბაზის ფეხბურთი ან რაღაცა ამგვარი, არა ფუტსალი დამკვიდრდა და როდესაც ესეთი ტრადიცია გაგშენ და იგივე ხა ფეხბურთ შეეხეთ თქვენ და ისე გული მწყდება ხოლმე, ისეთი კარგი სპორტული ტერმინოლოგია გვაქვს ქართულში დამუშავებული. მახსოვს მე ჩემპიონატის წინ გამოვაქვეყნეთ კიდევაც ჩვენ სოციალურ ქსელში აი ეს შემოსული ტერმინები და თქვათ მათთვის ჩვენ უკვე გვაქვს ქართული შესატყვისი და ჟურნალისტები, სპორტული ჟურნალისტები რატომღაც ამ ტერმინოლოგიას არ იყენებენ და აი ასისტი რატომ უნდა დავამკვიდროთ ახლა ასისტი, როდესაც ბურთის ჩაწოდება არის, ხო? მე მგონი ჩაწოდება გადაცემა, ხო? ბურთის გადაცემა, ხო? ასისტი რატომ უნდა დავამკვიდროთ და ახლა მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში დიდად ახლა ვერ მოვიტყუები რომ დიდად მაყურებელი ვიყავი და გულშემატკივარი, მაგრამ ნუ ახლა ხო მესმოდა როდესაც ჩართული იყო ოჯახში და ეს ტერმინოლოგია იყო აბსოლუტურად ქართული ტერმინოლოგია და სპორტული ტერმინოლოგია სწორედ არის ძალიან კარგად დამუშავებული. ეს ვისი დამსახურება არის ალბათ კომენტატორების და ჟურნალისტების იმდროინდელი როცა იცით რა მაშინდელი ენათმეცნიერები ზოგადად როგორ არის იცით რომ დარგობრივ ტერმინოლოგიაზე ყოველთვის სასურველია რომ ერთად მუშაობდნენ დარგი სპეციალისტი რომელსაც ესმის ანუ ტერმინის შინაარსი ესმის ხო და შეუძლია ის ახსნას კარგად რა არის ეს ტერმინი ხო აი ხა პოდკასტი მაგალითად თქვენ უფრო კარგად ამიხსნით დაუშვათ ვიდრე მე თუ ნუ რა თქმა უნდა განმარტების საკითხვა შემიძლია მაგრამ თქვენ ხო უფრო კარგად ამიხსნით ხო პოდკასტი არის iPod-ი იყო ესეთი მოწყობილობა ადრეს მუსიკის მოსმენი და სადაც შეგეძლო ჩაგეტვირთა აუდიო ფაილები და შემდეგ გაჩნდა ესე ვთქვათ აუდიო დიალოგი აუდიო ფორმით იყო მარტო რომელიც შეგეძლო გადმოგეწერა პოდკასტში და მოგესმინა ანუ ესე იგი ეს იყო ქესთარი დინება მაუწყებლობა და ესე იგი მაუწყებლობა პოდკასტში ანუ პოდკასტ აქედან მოდის ხო ანუ ესე პოდკასტში მაუწყებლობა ის გადაცემა რომელიც შეგეძლო პოდკასტში ის iPod-ში მოგესმინა და აქედან მოდის პოდკასტი ხო broadcasting British Broadcasting Corporation ხო ბრიტანეთის broadcast-ობთ მაუწყებლობა ხო და ამიტომ შეიძლება რა თქმა უნდა ქართული ტერმინი მაგრამ მე თქვენ გჭირდებათ უკვე ენათმეცნიერი ტერმინოლოგი რომელმაც იცის ტექნიკა როგორ უნდა შეიქმნას ტერმინი და აი ეს თანამშრომლობით იქმნებოდა და ამაზე ზრუნავდნენ და ნამდვილად ახლა ჩვენ რო გადავხედოთ მე-20 საუკუნის ტერმინოლოგიას ვნახავთ რომ იქ ძირითადად მაინც ცდილობდნენ რომ ქართული ტერმინები შეექმნათ კალკირებით თუ როგორც მაინც ტერმინი გამჭვირვალეა ხო ფუტბოლი უფრო გამჭვირვალეა თუ ფეხბურთი ფუტსალი უფრო გამჭვირვალეა თუ დარბაზის ფეხბურთი ხო ხო და აი ეს არის ხო გეუბნებით აქ პოლიტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა პოლიტიკა რომელიც შემდეგ განსაზღვრავს უკვე საზოგადოების დამოკიდებულებას ამისადმი და რა თქმა უნდა განათლების სისტემა ხო მაგრამ ჩვენ ძალიან იშვიათად რომ მოვიცალოთ ხოლმე ამისთვის როგორც ახსენეთ ესეთი პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს ქართულიდან სხვა ენაში გასული სიტყვები თუ არსებობს მე მაგალითად ღვინოზე გამიგი არის ეგეთი მოსაზრება რომ ღვინო ალბათ wine მოდის ღვინის თარგმანი თუ კალკირება ეგრე არის თუ ну ალბათ ეს დამტკიცებული ვერ იქნება მაგრამ რახან ღვინის სამშობლო თითქოს ალბათ მე ვფიქრობ რომ ეს სიტყვა არის ის სიტყვა რომელიც ჩვენ ვაჩუქეთ კაცობრიობას თამას გამყრელიძეს ჩვენს დიდ ქართველ ენათმეცნიერს თამას გამყრელიძეს და ვიაჩესლავ ივანოვს აქვთ ესეთი წიგნი დაწერილი ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები და იქ ლექსიკას განიხილავენ, იქ აღდგენილი არის ეს პროტოინდოევროპული ენის ლექსიკა, რომელიც სადღაც მე-4000 წლეული თარიღდება ჩვენ წელთაღრიცხვამდე, მაგრამ შესაძლებელია ლინგვისტური მეთოდებით აღდგენა ამ ლექსიკის და ერთ-ერთი ერთეული, რომელსაც ისინი განიხილავენ და მიგრაციულ ტერმინებს უწოდებენ, არის სწორედ ღვინო.
ყურძნისა და ღვინის აღმნიშვნელი ტერმინოლოგია. მიგრაციულს უწოდებენ იმიტომ, რომ ეს სიტყვა რეალურად არის დადასტურებული როგორც ინდოევროპულ ენებში, ასევე ქართველურ ენებში და ასევე სემიტურ ენებში. ანუ ეს სიტყვა გადადიოდა აი ეს პროტოენები, როდესაც იყო სანამ ისინი დაიშლებოდნენ ცალკეულ ენებად, ხო, პროტოქართულურიდან პროტოინდოევროპულში, პროტოსემიტურში. ეხლა ჩვენგან წავიდა ეს სიტყვა თუ ჩვენ მივიღეთ, ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან ადრე ეტაპზე მოხდა ამ სიტყვის გავრცელება სხვადასხვა ენათა ოჯახში, მაგრამ აი დაუკვირდით ეხლა ამას სხვათა შორის ერთ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ყავდა აქ სტუმრად და მან დააყენა ესეთი საკითხი, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო, რომ სავარაუდოთო ქართულიდან არის ეს სიტყვა გასულიო, იმიტომ რომ ყველა ენაში არის ვინო, wine და ღ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველებს ღ დაემატებინათო, უფრო სავარაუდოა, რომ ღ როგორც უფრო ესეთი ბგერა, რომელიც ყველა ენაში არ დასტურდება, რომ ის დაკარგული იყოს სხვა ენებშიო. ამიტომ მე ფიქრობ, რომ ეს არის ის სიტყვა, ნამდვილად გეთანხმებით, იმიტომ ჩვენც ითვლება და დადასტურებულიც არის, რომ აკვანია, ასე ვთქვათ, მეღვინეობის საქართველო და ეს სიტყვა მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ჩვენ ვაჩუქეთ კაცობრიობას. ხო, კიდევ რამე არის ესეთი ღვინისნაირად შეიძლება შეგხვდეს? იცით როგორ არის აი ამ წიგნში, თამაზ გამყრელიძის წიგნში არის მოყვანილი მთელი რიგი სიტყვები, ხა არ მახსენდება სიმართლე გითხრათ, რომელიც არის საერთო პროტოქართულურისათვის. ანუ არის სიტყვები, რომლებიც აღდგენილია პროტოქართულური ენის დონეზე და პროტოინდოევროპულის დონეზე და ეს სიტყვები აშკარად არის ნასესხები ერთმანეთისგან და საიდან არის ნასესხები, ახლა ეს რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ არის გარკვეული საერთო ლექსიკა პროტოქართულურ და პროტოინდოევროპულ ენას შორის, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო ფაქტია. ეს აღწერილი აქვს ბატონ თამას და ვიაჩესლავ ივანოვს, ეს ლექსიკური ერთეულებიც განხილულია და ეს წიგნი ხელმისაწვდომია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს ეს ინფორმაცია ამ წიგნში. კარგი, პატარა შესვენება გავაკეთოთ ჩვენი სპონსორის სოკარის შეკითხვა გვაქვს ხოლმე. ესეთი რუბრიკა გვაქვს შეისვენე და აივსე ენერგიით და სტუმარს ვეკითხები ხოლმე რა ვითარებაში და როგორ ურჩევნიათ ხოლმე დასვენება და როდის ისვენებთ ყველაზე კარგად, რომ აივსოთ ენერგიით და ისევ გააგრძელოთ მერე ყოველდღიურობა. ყველაზე მეტად მიყვარს დასვენება ზღვაზე, ოჯახთან ერთად. და ყველაზე მეტად მიყვარს საბერძნეთი. საბერძნეთში ხშირად მივდივართ ხოლმე ზაფხულში ერთად მთელი ოჯახი და ეს საოცარი ენერგიით ვივსები და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს კუნძულ კერკირას მიმართ. არის ესეთი კუნძული, სადაც არის ეკლესია და ამ ეკლესიაში არის წმინდა ნაწილები, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის, რომელიც ჩემ ფარველად ითვლება, იმიტომ რომ მე ვარ დაბადებული მისი ხსენების დღეს. და ამიტომ აი ამ კუნძულზე რაღაცა განსაკუთრებული მემართება ხოლმე, ამ კერკირაზე სამჯერ ვიყავით და ასე არსად არ დამისვენია ჩემს ცხოვრებაში, რაღაც სხვანაირი ვიბრაცია არის რაღაცა, ჰაერი სხვანაირი, ატმოსფერო სხვანაირია. თან მიყვარს შემდეგ იქ ქალაქში, ეკლესიაში მისვლა, აი სადაც მისი წმინდა ნაწილებია და ძალიან დამუხტული მოვდივარ ხოლმე იქედან ყოველთვის. თუმცა ძალიან დიდად მუხტავს აგრეთვე მუზეუმები, ახალი ასე ვთქვათ, იმის ნახვა, ეხლა ახლახანს ვიყავი მაგალითად სლოვაკეთში და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა, საოცარი გოტიკური ტაძრები ვნახე იქ სლოვაკეთში, ძალიან საინტერესო იყო, პირველად ვნახე და როგორც ჩანს ეს სლოვაკეთისთვის არის დამახასიათებელი ხის ეკლესიები, რომლებიც აშენებული არის ლურსმნის გარეშე. რაღაც საოცარი ტექნიკით არის აშენებული და აი ესეთი ასე ვთქვათ კულტურული შეხება, ასე ვთქვათ, მატერიალური კულტურის ძეგლებთან ასევე ძალიან მაბედნიერებს და ძალიან დიდ ენერგიას მატებს. მახსოვს ბოლოს ვატიკანის მუზეუმში, როდესაც როგორც იქნა მოვახერხე და შევედი ეტრუსკული ხელოვნების ის მინდოდა დამეთვალიერებინა, იმიტომ რომ ენერგია აღარ მრჩებოდა ხოლმე, ძალიან დიდია ვატიკანის მუზეუმი და ერთხელ გადავწყვიტე, რომ აი ხა პირდაპირ მივდივარ და ვათვალიერებ აი ეტრუსკულ დარბაზებს. და მაშინ ვთქვი უთხარი ჩემს თავს, რომ რა ბედნიერება, როდესაც ადამიანს შეუძლია აი ამისგან მიიღოს ბედნიერება, დაიმუხტოს და სადღაც მადლობელი ვიყავი ჩემი მშობლების, რომ ისე გამზარდეს, რომ მაზიარეს ამ ხელოვნებას ადრეულ ეტაპზე და ესეც ჩემთვის ძალიან დიდი წყაროა.
ბედნიერების. გასაგებია, კარგი, მადლობა. ისევ ქართულ ენასო დაუბრუნდეთ. ქართულ ენაში, გრამატიკაში რა არის აი პირველი რაც გახსენდებათ ესეთი უნიკალური, რაც სხვა ენაში შეიძლება არ გვხვდებოდეს? ქართული ზმნა. ანუ მართლაც უნიკალურია. აი მაგალითად, თქვენ რო შეადაროთ ქართული ინგლისურს, აი იგივე გრამატიკული კატეგორია, მაგალითად ქცევის გრამატიკული კატეგორია, ჩვენ გვაქვს სათავისო ქცევა. მაგალითად, იკეთებს, ხო? თავისთვის იკეთებს და უკეთებს, სხვას უკეთებს. ან კაუზატივი, მაგალითად, აკეთებინებს. აბა, რამდენი სიტყვა უნდა გამოიყენოთ ინგლისურად, რომ თქვათ ის, რაც ქართულად ერთი სიტყვით გადმოეცა. აკეთებინებს, ხო? მაგალითად, მაშევაჭრევინე, I had my hair cut. ან მაგალითად იშენებს, ხო? Is building for oneself. უშენებს is building for someone else. ანუ ერთი სიტყვა გვაქვს ჩვენ, რომელიც გამოხატავს იმას, რასაც თქვა სხვა ენა რამდენიმე სიტყვა ჭირდება. ეს ყველა ენაში ესეა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ძალიან უნიკალური ზმნა გვაქვს. და ეს კატეგორიები არის აბსოლუტურად უნიკალური. ანუ აი აქაც ხდება რა, ანუ ერთი კატეგორია არის ისეთი კატეგორია, რაც სხვა ენაში რამდენიმე სიტყვით უნდა გამოიხატოს და ამიტომ ჩვენ ასევე უნდა შევხედოთ ჩვენს ენას და ასევე უნდა შევხედოთ იმ ახალ სიტყვებს, რომლებიც ენაში შემოდის, ხო? რაღაცა არის ჩვენს ენაში ლექსიკალიზებული, რაღაცა არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ენა რაღაცით ნაკლულია სხვა ენებთან მიმართებით. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს არის ენობრივი კანონზომიერება, ეს ასეც უნდა იყოს და ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ენობრივი საშუალებებით გამოვხატოთ ეს, თუ ამის საშუალება არის და თუ არის ისეთი ტერმინი, როგორიც არის იგივე კომპიუტერი, ესეთი ინტერნაციონალიზმები, ასეთი რამ უნდა ენაში მივიღოთ, მაგრამ უნდა მივიღოთ ძალიან დიდი სიფრთხილით. აჰა. ეს თუ არის შესწავლილი თავის დროზე როცა მიაწერენ ფარნავას ქართული ენის შემოტანას, ასე თქვა, თუ გამოგონება ალბათ არასწორი იქნება. ალბათ მაგ პერიოდში მოხდა უბრალოდ ჩამოყალიბება და სახელის დარქმევა, ხო, უკვე არსებობდა რაღაც, ესე არ ხდება, რომ მოდი საერთოდ ახალი ენა მოვიგონოთ, ახალი დამწერლობა, ხო? და რა ეტაპზე დგება ხოლმე საჭიროება, რომ აი რატო დაგვჭირდა ქართულს, რომ ჩვენი დამწერლობა გქონოდა? ძალიან ძნელი თემაა, იცით, ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ამაზე რაიმე ისეთი აზრის. ანუ ქართველებს თუ არა, თქვა, აი ერის ცხოვრება შეტოდგება ხოლმე დრო, რომ აი საკუთარი დამწერლობა შექმნან. როცა უკვე მაგათით არსებობს რაღაც, მანამდე შეიძლება არსებობდა რაღაც, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ საკუთარი. ესე იგი, საზოგადოებას გაუჩნდა იმისი სურვილი, რომ დაეფიქსირებინა აზრები, შეხედულებები და ეს გადაეცა მომავალი თაობისათვის, ხო? მაგრამ ეს უბრალოდ იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, რომ ამისი დღეს დანამდვილებით წარმოდგენა იმისა, თუ რატომ მოხდა ეს და როგორ მოხდა. აი ხა მე გამახსენდა ერთი რამ არსებობს ესეთი ანბანი, რუნიკული ანბანი. რუნიკული ანბანი, ამ ანბანს გამოიყენებდნენ გერმანიკული ტომები, სანამ ლათინური ანბანი გავრცელდებოდა. ამ ანბანს იყენებდნენ ანგლოსაქსები, სხვათა შორის ბრიტანეთის კუნძულებზეც იყო გავრცელებული, სკანდინავიაშიც იყო გავრცელებული და ნუ შემდეგ ეს ჩაანაცვლა ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანობა გავრცელდა რომიდან, ღვთისმსახურება აღესრულებოდა ლათინურ ენაზე მოგეხსენებათ, ბიბლიაც ლათინურ ენაზე იკითხებოდა და ამიტომ ლათინურმა ენამ და ლათინურმა დამწერლობამ ასე ბუნებრივად შეაღწია ამ ენებში და ჩაანაცვლა ეს რუნიკული ანბანი. ძალიან ორიგინალური ანბანია, სხვათა შორის გრაფიკული ასოების გრაფიკული გამოხატულების თვალსაზრისითაც, იგივე სიტყვების ასოების თანმიმდევრობითაც ძალიან უცნაური ანბანია. და აი ერთ-ერთი თეორია მაგალითად, აი როგორ წარმოიშვა, სხვადასხვა თეორია არსებობს, როგორ წარმოიშვა, მაგრამ ერთ-ერთი თეორია არის ესეთი, რომ თავიდან ამ ანბანს ჰქონდა ერთგვარი მაგიური დანიშნულება, სხვა შორის ბევრ ანბანს ჰქონდა ესეთი ერთგვარი მაგიური დანიშნულება. და ერთ-ერთი თეორია არის ესეთი, რომ აი სკანდინავიაში გამოქვაბულებში ხატავდნენ ნადირობის სცენებს. აი თქვათ ირემი და აი უკვე მონადირე უნდა მივიდეს და უნდა მოინადიროს და ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ეს სცენები და ეს ნახატი მონადირეს ეხმარებოდა ნადირობაში.
შემდეგ დროთა განმავლობაში აი ამ გამოქვაბულებში ხდება ევოლუცია აი ამ ნახატების და უფრო ნატურალური და უფრო რეალისტური ნახატები ხდება უფრო სტილიზებული და თანდათან რაღაცა უფრო ასოებს ემსგავსება და ერთ-ერთი თეორია არის, რომ აი ამ ნახატების განვითარებისა და ევოლუციის შედეგად შეიქმნა რუნიკული ანბანი, რომელსაც თავიდან მაგიური დანიშნულება ჰქონდა, ისევე როგორც იმ ნახატებს, რომელიც გამოქვაბულში იყო და შემდეგ დროთა განმავლობაში გადაიქცა ანბანად და სხვათა შორის კორნელიუს ტაციტუსი, რომაელი ავტორი, თავის წიგნში გერმანელი ტომების შესახებ წერს, რომ გერმანელ ქალებსო მკითხაობა შეეძლოთო და თეთრ ქსოვილს დააფენდნენო და ზედ რაღაც ჭხირებს ყრიდნენ, რომელზეც რაღაც ამოტვიფრული იყო, რაღაცა სიმბოლოები. ანუ მაგიური დანიშნულება ჰქონდა ანბანს და ნუ ეს არის თქვა ერთ-ერთი თეორია, რომ აი ასე წარმოიშვა ეს ანბანი და როგორ ხდება ანბანის წარმოშობა, სიმართლე გითხრათ, ეხა ეს ასე არ მიკვლევია ეხა რომ ამაზე რაღაცა ესეთი სერიოზული კომპეტენტური აზრი მოგახსენოთ, უბრალოდ აი ეხა ეს გამახსენდა, იმიტომ რომ მახსოვს, როცა ეს წავიკითხე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს, რომ ერთ-ერთი ანბანის წარმოშობა, რომელსაც თავიდან მაგიური დანიშნულება ჰქონდა და თანდათან შეიძინა შემდეგ ასოების მნიშვნელობა, იყო სწორედ ეს მაგიური დანიშნულების ნახატები, რომელიც გამოქვაბულებში არის აღმოჩენილი. უბრალოდ საინტერესო იყო ეს ჩემთვის და ეხა სხვა მხრივ სიმართლე გითხრათ ამ საკითხზე მაინდა-მაინც ბევრი არ მიფიქრია და უფრო ესეთ საინტერესოს მე მგონი ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ რთულია ეხა ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, ხო, ეს პასუხის მიგნება მაგრამ ბუნებრივია, რომ როდესაც ჩნდება რაღაცის ჩაწერის საჭიროება, ხო, იგივე თუნდაც აი სახელმწიფოს მართვა, რომ ავიღოთ, ხო, ძალიან ბევრი ისინი არის წერილობითი წყაროები არის აღმოჩენილი, რომელშიც რაღაც ესეთი ადმინისტრაციული ჩანაწერებია, ხო? სახელმწიფოს მართვა ან ნებისმიერი თქვათ შეიძლება მაშინ სახელმწიფო არ იყო, მაგრამ რაღაცა წარმონაქმნი, აი ამის მართვას ხო ჭირდებოდა, ხო, რაღაცა ბრძანებების დაწერა, განკარგულებების გაცემა და ასე შემდეგ. ალბათ აი ამის ჩაწერის საჭიროებიდან მოდის ნელ-ნელა ხო, ძალიან საინტერესო არის, თან სამი ეტაპი გამოიარა ხო ქართულმა დამწერლობამ და რაღაც მომენტში თქო დგებოდა რაღაცის გამოსაჭიროება, რომ შეექმნათ ახალი, შეექმნათ რაღაც ისეთი, როგორც გააკეთეს და არ გამოეყენებინათ მანამდე არსებული. თან დღეს ალბათ ეს ახლა ჩვენ ცხოვრებაში შემოვიდა ემოჯიები, რასაც ქვია და მიმები, რომლებიც ინფორმაციის გადამცემია, ოღონდ ასოები აღარ არის და რაღაცა ხო არ დგას კაცობრიობის წინაშე ისეთი მომენტი, რომ უფრო ეგეთი სიმბოლოებზე გადავდივართ და დამწერლობა ცოტა უკან ხო არ გადადეს, იმიტომ რომ ხანდახან ემოჯიებით და მიმებით შეიძლება მთელი ის გაიგო ამბავი და ისტორია მოყვე. ხო, სხვათა შორის უკვე რაღაც მეგობრების შორის ან რაღაც ნაცნობებს შორისაც ჩატში, როცა მიდის მიმოწერა, იქაც შეიძლება ერთი ემოჯით მიახვედრო, რომ ისეთ ხმა გინდა და ის მიხვდეს შენას ამბავი. მე მგონი, რომ ამის საშიშროება, რომ ეს ჩაანაცვლებს დამწერლობას არა გვაქვს. ეს არის უბრალოდ კომუნიკაციის ახალი ფორმა ამ დაჩქარებულ ეპოქაში, როდესაც ძალიან დაჩქარებულია ჩვენი ცხოვრება და სულ გვეჩქარება და სულ ცაიტნოტში ვართ. ეს არის ერთგვარი ფორმა, რომ ადამიანს, თქვათ, შენი ემოცია გაუზიარო სწრაფად რაღაცა ერთი აი ამ ხატულას მეშვეობით, ხო? არ მგონია, რომ ამ დამწერლობა ჩაანაცვლოს. მე მგონი, რომ ეგ საშიშროება არა გვაქვს. ხელოვნურ ინტელექტს თუ იყენებთ ხოლმე თქვენს საქმიანობაში? კი. უფრო რისთვის? აი თუნდაც სიტყვების ქართულის მოფიქრებაში ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოსამაშ დაგვეხმაროს. იცით რა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეხა ექსპერიმენტის, ესე ვთქვათ, პერიოდში ვართ, იმიტომ რომ ძალიან შემოვიდა ეს ხელოვნური ინტელექტი. აი იგივე მანქანური თარგმანი რომ ავიღოთ, ხო? თავდაპირველად, როდესაც გაჩნდა მანქანური თარგმნის პროგრამები ქართულად, რაღაცნაირად ისეთ სასაცილო რაღაცებს წერდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ აი ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებულია იმ ხელოვნური ინტელექტის შემოსვლამ ძალიან გააუმჯობესა ეს ხარისხი. აი ხა შეიძლება რომ დავუშვათ ჩვენ თქვათ რომ არ გამოვიყენებ მე ამ მანქანურ თარგმნელს და ავდგები და დავჯდები და ისე გადავთარგმნი. რა თქმა უნდა ჩვენ მას უნდა შევხედოთ როგორც დამხმარეს, როგორც ასისტენტს, რომელიც რაღაცა საქმეს გვიჩქარებს და გვიადვილებს, მაგრამ ის მე საჭიროებს ადამიანის ხელს, ის შემდეგ საჭიროებს პროფესიონალს, რომელიც ამ ტექსტს გაარედაქტირებს, ხო? ისე პირდაპირ მისი გამოყენება ხო წარმოუდგენელია, თუ შეიძლება ერთი წინადადება კარგად გადათარგმნოს და მეორე წინადადება სრულიად არაადეკვატურად.
ასევე ახლა ჩვენ ვცდილობთ ლექსიკოგრაფები, აი ChatGPT გამოვიყენოთ მაგალითად ჩვენს ლექსიკოგრაფიულ საქმიანობაში და ვცდილობთ სხვადასხვანაირად, როგორ გითხრათ, ექსპერიმენტებს ვატარებთ, რომ როგორ გამოვიყენოთ ChatGPT როგორც ასისტენტი, რომელიც რაღაცების აი ამ ლექსიკოგრაფიულ სამუშაოში დაგვეხმარება, დააჩქარებს ამას და ესეც მე ვფიქრობ, რომ არის ახალი ეტაპი, რომელიც დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და რომლის გამოყენებაზე უარის თქმა არის პირდაპირ წარმოუდგენელი რამ, იმიტომ რომ მაგალითად ახლა მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში სანამ ინტერნეტი გაჩნდებოდა და სანამ გაჩნდებოდა ეს კომპიუტერი, როგორ მუშაობდნენ ლექსიკოგრაფები, წიგნში ხაზავდნენ სიტყვებს, შემდეგ ამ სიტყვებს ბარათებზე იწერდნენ თავისი მაგალითით და იმას აანალიზებდნენ შემდეგ, რომ ეს სიტყვა აღეწერათ ლექსიკონში. ეს შემდეგ ჩაანაცვლა ელექტრონულმა კორპუსებმა, როდესაც მთელი ეს ტექსტები არის შეყვანილი ელექტრონულ კორპუსებში, არის დამუშავებული და როდესაც მე ამ პროგრამაში შევიყვან რაღაც სიტყვას, რომელიც მაინტერესებს, მთელი ეს ინფორმაცია და ეს კონტექსტები გამომდის 2 წუთში. ეხლა შეიძლება რომ მე ვთქვა, რომ ეხლა ეს მე არ მინდა და უნდა დავჯდე და წიგნში უნდა ვხაზო სიტყვები და ბარათზე უნდა ვიწერო ეს ყველაფერი. ეს იყო რევოლუცია. დღეს ჩვენ ვართ ახალი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური რევოლუციის წინაშე, ლექსიკოგრაფიაში, თარგმანმცოდნეობაში და ბევრ სხვა დარგში. ეს არ არის მარტო ჩვენი დარგები, იგივე მედიცინა იქნება, იურისპრუდენცია იქნება თუ რა, ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ძალიან ძლავრი ინსტრუმენტი სასარგებლოდ გამოიყენოს თავისათვის. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ის რომ ამან უნდა ჩაანაცვლოს ადამიანი ეს არასერიოზულია, იმიტომ რომ ადამიანის ხელი ყოველთვის იქნება საჭირო და ეს ვერ ჩაანაცვლებს ასევე განათლებას, იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავწყვიტეთ, რომ მანქანამ უნდა გადათარგმნოს, ხო? და აღარ გვეყოლა ის პროფესიონალი, რომელიც იმ ტექსტს წაიკითხავს, გაარედაქტირებს, ან თუნდაც შეაფასებს, ეს კარგი თარგმანია თუ არ არის კარგი თარგმანი, ხო? ჩვენ ასე უბრალოდ დავიღუპებით როგორც საზოგადოება და ამიტომ ჩვენთვისაც ახლა ხელოვნური ინტელექტი არის ესეთი გამოწვევა. და ასე მინდა გითხრათ, რომ სტუდენტებსაც ვასწავლით და ეს ChatGPT აი ხა პირველად შევიტანეთ ამ სემესტრში, მაგალითად აი ლექსიკოგრაფიას როდესაც ვასწავლით ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, ყველაზე დიდი გამოწვევა, თქვათ, უცხოენის სწავლის დროს არის ისეთი მოვლენები, როგორიც არის, თქვათ, სიტყვის პოლისემია, როდესაც სიტყვას შეიძლება სრულიად განსხვავებული მნიშვნელობები ჰქონდეს და ამისთვის არის საჭირო ლექსიკონი. ან მაგალითად, როდესაც გვაქვს საქმე ომონიმებთან, მაგალითად ინგლისური bolt ნიშნავს ჭანჭიკსაც, bolti, ჭანჭიკი და არის გაქცევა. ანუ ორი სრულიად განსხვავებული სიტყვა. ეს მნიშვნელოვანია ენის სწავლების დროს, რომ ეს ვასწავლოთ და ეს როგორ უნდა მოიძიოს ეს ლექსიკონში ეს ინფორმაცია, მაგრამ ეხა აღმოჩნდა, რომ როცა ეკითხები ChatGPT-ს, აძლევ კონტექსტს და ეკითხები, რომ აი ამ კონტექსტში ეს სიტყვა რას ნიშნავს, ის საკმაოდ კარგად გიხსნის რა არის ეს სიტყვა, იმიტომ რომ მას აქვს მეხსიერება მთელი ეს ჩვენი შეძგენილი ლექსიკონები და ასე შემდეგ, ხო? ძალიან დიდი ინფორმაციას ფლობს და გაცილებით დიდი ინფორმაციის გადამუშავებისა და დამახსოვრების უნარი აქვს, ვიდრე ეს აქვს ადამიანის ტვინს. ამიტომ ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს, რომ აი შენ შეეკითხე ესა, მე ეს გადაამოწმე ლექსიკონში, მაგრამ თვითონ მიხვდნენ ბავშვები, თვითონ მიხვდნენ ეს სტუდენტები იმას, რომ უნდა გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ასისტენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და უნდა შევისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტიანად, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გვესმოდეს, რომ ამას ჩვენ განათლება არ უნდა ჩავანაცვლებინოთ, იმიტომ რომ თუ ეხა მაგალითად არსებობს კალკულატორი, ხო, მაგრამ არის მომენტი, რომ შეიძლება ქვეშმიწერით დამჭირდეს მიმატება და გამრავლება, ხო, შეიძლება აღმოჩნდეს ესეთი რაღაცა, ამიტომ განათლება ChatGPT ვერ ჩაანაცვლებს და არც უნდა ჩავანაცვლებინოთ. ჩვენ ყოველთვის დაგვჭირდება პროფესიონალი, ეს ექიმი იქნება, რომელიც ChatGPT-ს გამოიყენებს, იურისტი, რომელიც ChatGPT-ს გამოიყენებს, პროფესიონალი, რომელიც იმ ინფორმაციას შეაფასებს და რაღაცას გაიადვილებს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხო? აი ხა თქვენ მაგალითად წახვალთ ექიმთან ChatGPT, რომელიც მანქანა ექიმთან წახვალთ თუ წახვალთ ექიმთან, რომელიც ChatGPT-ს იყენებს? ხო, რომელიც იყენებს, იმიტომ რომ თუ წახვალთ ისეთ ექიმთან, რომელიც არ იყენებს. ხო, რომელიც იყენებს. რომელიც იყენებს, იმიტომ რომ მას აქვს საშუალება, რომ იგივე თქვენი შემთხვევის, თქვენი დაავადების მსგავსი, თქვათ, შეეკითხოს და ნახოს იქ რა დამატებითი აზრია, დამატებითი ინფორმაცია მიიღოს, თქვათ, მსგავს შემთხვევებზე, მაგრამ შემდეგ ეს ხო მან უნდა გაანალიზოს, გადაწყვეტილება ხო, მან შეიძლება ის ნახოს, რომ დავუშვათ რა მკურნალობის მეთოდები არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილება ხო მან უნდა მიიღოს, ხო? ამიტომ მე ასე უყურებ პირადად ამას და აი ჩვენ ეხლა დავიწყეთ ეს ახალი თემა და ეხლა
დავიწყეთ უკვე ამის ექსპერიმენტების ჩატარება, როგორ და რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ პროექტების ფარგლებში, რომელზეც ახლა ჩვენ მუშაობთ და აი არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ეტაპია. კი, კარგი, წავიდეთ ბოლოსკენ, აი თქვენ განათლება ახსენეთ და დღეს მიდგომა არის შეცვლილი ქართული ენის სწავლებასთან, იმიტომ რომ ჩემი როცა ვსწავლობდი სკოლაში, ისო 90-იანი წლების დასაწყისიდან, მაშინ იყო ძალიან ისეთი, რომ უნდა რაღაც, შეიძლება მაშინ დრო იყო ესეთი და სკოლაც ეგეთი იყო, მაგრამ აი ქართულ ენასთან და მიმართებაში მახსოვს, რომ ძალიან ბევრი საზეპირო იყო, რაღაცა ისეთი მიდგომა იყო და ისეთი მასალა იყო, რომელიც არ მიყვარდა და რაღაც ძალიან ბევრ უსიამოვნო შრომას მოგითხოვდა, მაგათაც დაგეზეპირებინა ვეფხისტყაოსნის ფრაზები ან რაღაცა შუშანიკისგან რაღაცა მონაკვეთი და დღეს ისევ ეს მიდგომა არის თუ შეცვლილია თქვა როგორ უნდა ისწავლებოდეს ენა ან გრამატიკა სიტყვაზე. იცით, სერიოზული პრობლემები გვაქვს. ქართული ენის სწავლების თვალსაზრისით გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. მე ხა ამას გეუბნებით როგორც ბებია, რომელიც ყოველთვის გვერდზე ეჯდა შვილიშვილებს, სანამ ეს მათ ჭირდებოდათ და შესაბამისად ის პროგრამა, რომელსაც ისინი გადიოდნენ, საკმაოდ კარგად ვიცი, იმიტომ რომ აქტიურად ვიყავი ჩართული მათ სწავლა განათლებაში და რომ არა მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდებოდათ ქართული ენის შესწავლა და საინტერესო რა არის, იცით, რომ ყოველთვის დახმარება ერთსაც და მეორესაც ქართულის დავალების შესრულებაში ჭირდებოდა, არა ინგლისურის და არა სხვა რამის, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი ვერ უძლებს კრიტიკას. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ აი რა საჭირო იყო ამ ტექსტის შეტანა მაგალითად, ხო? ან სავარჯიშოები, იგივე ლექსიკა რო გაიმდიდროს, ქართულ ბავშვს რო კონდეს მდიდარი ლექსიკა, ამას ჭირდება სავარჯიშოები. ის სიტყვა მისთვის, რომელიც არის უცხო ქართული სიტყვა, ხო? ის ხო ისეთივე რთულია მისი შესწავლა, როგორც უცხო ენის სიტყვის, ხო? არ იცის ის ადამიანმა ეს სიტყვა, ამიტომ ერთ ტექსტში რო არის ეს რაღაც სიტყვა და მერე რო ის აღარ მეორდება, ეს არ არის სწორი მეთოდოლოგია. სიტყვა უნდა რამდენჯერმე შეხვდეს მას კონტექსტში. ამაზე უნდა იყოს აგებული სავარჯიშოები, სინონიმები, ანტონიმები, შესიტყვებები, ამადამ წინადადებაში დავუშვათ სწორი ფორმების ჩასმა, შეცდომების გასწორება. მე ვერ ვხედავ, რომ ესეთ სავარჯიშოები აქვს. ყოველ შემთხვევაში ხო გეუბნებით, ვუზივარ ვეჯექი ყოველ დღე, ერთსაც და მეორესაც ჩემ შვილიშვილებს და მე ასეთ სავარჯიშოებს ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გარდა ამისა, იცით, აქ არის კომპლექსური თემა. ჩემი ახალგაზრდობის დროს მაპატიეთ ამ მაგალითისთვის და რასაც ჩავთავდით, ყველაფერი რუსულად გველაპარაკებოდა. და ამიტომ ამ რუსულს როგორც ღრუბელს ისე ვიწოვდით. ეხლა პირიქით, რასაც ჩართავ, ყველაფერი ინგლისურად გელაპარაკება და ეს ბავშვებიც იწოვენ ამ ინგლისურს, როგორც ღრუბელი, ისე იწოვენ ამ ინგლისურს და ხო შეიძლება რომ რაღაცა ან გადაცემების ციკლი გაკეთდეს ქართულად, ან რაღაცა ესე ვთქვი თინეიჯერებისთვის საინტერესო თემებზე სერიალი გაკეთდეს, რომელსაც ეს ბავშვები ჩართავენ და უყურებენ, ან მათთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ყველაფერს უსმენენ ინგლისურად. ამ დროს ან ძალიან უნდა გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება და ესეც უნდა მეთოდოლოგიურად, აქ ფსიქოლოგიაც უნდა იყოს ჩართული და მე ვერ ვხედავ ამას. ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ ჩემ შვილიშვილებთან მიმართებაში, ვერ ვხედავ იმ მეგობრებთან, რომლებსაც ასევე შვილიშვილები ყავთ და მეუბნებიან, რომ ქართული უჭირთ მათ შვილიშვილებს ყველაზე მეტად და უკვე თავისთავად ეს ხომ ეტყველებს იმაზე, რომ ეს არის პრობლემა და ამას ჭირდება კომპლექსური გადაჭრა. პრობლემას ჭირდება კომპლექსური გადაჭრა და იმ ფონზე, როდესაც ამხელა ინფორმაციას იღებენ ბავშვები ინგლისურად, ქართული ენის სწავლება და მისი მეთოდოლოგია სრულიად სხვა პრინციპებზე უნდა იყოს აგებული და არ ვიცი, მე მგონი, რომ ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს ამ მხრივ. ხო, აი სერიალები და ფილმები ახსენეთ, ხშირად ხდება ხოლმე ნათარგმნი. მაგალითად ყოფილა ხა აღარ ვიტყვი რომელი იყო ერთ-ერთი კომედიური სერიალი გადიოდა ქართულად ნათარგმნი საერთოდ შინაარსი იყო შეცვლილი ისეცოდ იყო ნათარგმნი იმას რომ თავი დავანებოთ ხუმრობა იყო დაკარგული იუმორი იყო დაკარგული აი საერთოდ ხო შინაარსი იყო ინგლისურიც ხო ისმის იმის უკან თან ჩემი საყოველე სერიალი და ვიცოდი რას ამბობდნენ და ვიცი ნანახი მაქვს ინგლისურად საერთოდ სხვა რაღაც ამბობენ და ქართულად ისე ავტომატურად თითქოს აი Google-ის Translate როგორც იყო ადრე იმითი არ ნათარგმნი მეგონებოდა ხო იცით რა არის აი სწორედ იმიტომ არის ეს ასეთი თარგმანები
ადამიანები, რომ პროფესიონალ თარგმნელებს არ ათარგმნინებენ ამას, იმიტომ რომ უნდათ რომ ეს რაც შეიძლება იაფი დაჯდეს და ადაპტირება არ ხდება ხო ადაპტაცია. ამიტომ რაც იაფია ის მოგეხსენებათ ხარისხიც მისი არის შესაბამისად დაბალი და როდესაც სიტყვას აქვს თქვა პოლისემიური მნიშვნელობა, ან როდესაც სიტყვას აქვს ომონიმი და ეს როგორც იცის ისე თარგმნის ხო? მახსოვს ესე იგი ვუსმენდი რაღაცა ფილმს თარგმნილი იყო და ორი მსახიობი ბრწყინვალე მის სპექტაკლის შემდეგ ერთმანეთს ეუბნებიან it was brilliant. და თარგმნილი იყო ეს იყო ბრილიანტი. ან მაგალითად რაღაცა ყველის ქარხანაში მუშაობსო და ყველის იმესი ნახრეტების მაგივრად ყველის ორმოებიო. ესე იგი პირდაპირ იყო ინგლისური სიტყვა თარგმნილი და ხო იმ holes იმდენი მნიშვნელობა აქვს ინგლისურში და სწორედ ეგ არის თემა, რომელზეც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობ ახლა მე, რომ ინგლისური ენის სწავლების დროს რაღაც სავარჯიშოების ციკლს ვამუშავებთ ახლა, რომ აი ეს უნარჩვევა განუვითარდეს ინგლისური ენის შემსწავლელს, რომ იგივე როგორ ამოიცნოს სიტყვის პოლისემიური მნიშვნელობა, როგორ ამოიცნოს სიტყვის სწორი მეტყველების ნაწილი, როგორ ამოიცნოს ომონიმია, ამაზე ვმუშაობთ ახლა უნგრელ კოლეგებთან ერთად, გვინდა რომ გავაკეთოთ სკოლებისათვის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის გარკვეული მეთოდოლოგიური მითითებებით, იმიტომ რომ ეს თემა არის აბსოლუტური ყამირი საქართველოში. კი, მართლა მნიშვნელოვანია, მეც ჩემი თავში დამიფიქსირებია, რომ თან მithumeteსაც ეს პოდკასტის გაკეთება დავიწყე, უკვე 1 წელია, უფრო მეტად ვცდილობ, რომ ქართულად ვისაუბრო, ვიდრე ვთქვათ, შინაურებში და მეგობრებში ვისაუბრებდი და მეგობრებთანაც ვცდილობ ხოლმე აღარ გამოვიყენო ინგლისური ან რუსული ტერმინები, რომ მე სასოფლო ენაში ნაკლებად გამიჯდეს და აქ არ ვთქვა ხოლმე და დავაკვირდი, რომ როცა ვეცდები და რაღაც ქართულით ჩავუნაცვლებ ხოლმე და მე სასაუბრო ენაში გამიჯდება. რაღაცა უფრო სასიამოვნო არის ხოლმე, რაღაცნაირად არ ვიცი რატო, მაგრამ თითქოს უფრო სწორი მეჩვენება ესე თქმა რაღაცის. ხვდები ხოლმე, რომ აი მანამდე თუ რაღაც ჟარგონს ან რაღაცას ხმარობდი და ეხლა ამას ხმარობ, რაღაცნაირად უფრო სწორი არის ხოლმე რა, არ ვიცი რა შეიძლება ეს, მაგრამ თქვენი იდენტობა ყვირის თვეში რომ ალბათ რაღაცა არის. ესე უფრო სწორია. ხო, რაღაცა თითქოს აი ეს უფრო სწორად მიდის, ხო. სულს ელამუნება ქართული სიტყვები. ალბათ ეს არის. თქვენთვის ყველაზე ისეთი ბარბარიზმი და ჟარგონი ერთ და იგივეა? არა. ერთი განსხვავება ერთმანეთისგან. ჟარგონი როგორ არის, იცით, ჩვენთან და ჟარგონს იყენებენ სლენგის მნიშვნელობით. მაგალითად ინგლისური ჟარგონი და სლენგი რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ჟარგონი არის უფრო პროფესიულ ჟარგონს ეძახიან ამას. როდესაც ეს არის ის რაღაცა პროფესიული ენა, რომლითაც მაგალითად მანქანის ხელოსნები ელაპარაკებიან ერთმანეთს, ან ექიმები ლაპარაკობენ ერთმანეთს შორის, ან იურისტებს აქვთ თავისი პროფესიული ჟარგონი. სლენგი ეს არის აი უფრო ისეთი დაბალი რეგისტრი, სასაუბრო რეგისტრზე დაბალი, აი მაგალითად ახლა ახალგაზრდული სლენგები წამოვიდა ახლა ქრაში და კრინჯი და დაკრინჯვა და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად რომელია რომ თქვენ არ მოგწონთ და გაღიზიანებთ და გინდა თუ შეიცვალოს პირველი რა გახსენდება. იცით რა, ბარბარიზმები არ მომწონს, მე მაგალითად ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ ტარგეტირებულია რაღაცაზე, როცა შეიძლება თქვას, რომ გამიზნულია რაღაცისთვის, ხო? ძალიან მაღიზიანებს სიტყვა აროგანტული, ძალიან მაღიზიანებს ივენთი. აროგანტული ქედმაღალი, ხო? ქედმაღალი, ძალიან მაღიზიანებს ტაფი, თანამშრომლების მაგივრად, ძალიან მაღიზიანებს კოლაბორაცია თანამშრომლობის ნაცვლად, იმიტომ რომ კოლაბორაციას ძალიან უარყოფითი კონოტაცია აქვს და ის მტერთან თანამშრომლობას გულისხმობს. ძალიან მაღიზიანებს და შემიძლია გითხრათ, რომ აი ლამის ჭკუიდან გადავყავარ იმას კოპროდუქტს. Co-production, რაც ნიშნავს ერთობლივ ფილმს, აი წარმოიდგინეთ ახლა სად ერთობლივი ფილმი, ერთობლივი ნაწარმოები, ერთობლივი სპექტაკლი და სად კოპროდუქტი, ხო? ნუ უბრალოდ ეს არის სირცხვილი, რომ აი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხმარობენ ამ რაღაც ამარცხვინო სიტყვას კოპროდუქტი. ხო, და აი ეს ბარბარიზმების ლექსიკონი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ბარბარიზმს წერტილი G, აი ამ საიტზე არის ბარბარიზმების ლექსიკონი. საკმაოდ პოპულარულია, მინდა გითხრათ, 400,000-ზე მეტი მნახველი ყავს ამ ლექსიკონს უკვე და იქ არის რუსული ბარბარიზმებიც და ინგლისური ბარბარიზმებიც. იმიტომ რუსული ბარბარიზმებიც ხო არის კიდევ შემორჩენილი, ხო?
ბევრი ძალიან. ხო, რუსული ბარბარიზმები და იქ არის და ნუ ახლა რაღაცეები უკვე ვხედავ რომ ბარბარიზმიდან ნელ-ნელა უკვე გადავიდა. მაგალითად ახლა აფილაცია თავის დროზე ძალიან გამაღიზიანებელი იყო, აფილირებული, მაგრამ ტერმინად გადაიქცა განათლების სისტემის ტერმინად, როდესაც მე ვარ აფილირებული დაუშვათ ხო ილიას უნივერსიტეტთან, ეს ნიშნავს რომ მე ჩემს სამეცნიერო პროდუქცია სტატია იქნება თუ წიგნი ილიას უნივერსიტეტის სახელით უნდა გამოვაქვეყნო. ანუ ამან ტერმინოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ვიღაცა პოლიტიკოსი, ვიღაცა არის აფილირებული პოლიტიკურ პარტიასთან, დაკავშირებულია ხა, აფილირებული, აქ არანაირი საჭიროება არ არის, რომ ეს სიტყვა გამოიყენო და აი იმ წყვილებშიც, იმ სინონიმურ წყვილებშიც, რომელიც მე ვახსენე თქვენთან, რომ აი რუსული ენის პერიოდში შემოვიდა ბევრი ლათინური ძირის სიტყვა, რომელსაც აქვს ქართული შესატყვისი და ჩვენ ესეთი ლექსიკონიც გავაკეთეთ და დევს ინტერნეტში ეს ლექსიკონი, გლოსარიუმი წერტილი ილიაუნი წერტილი G 700-მდე წყვილი გვაქვს ესეთი. აი ნეგატიური უარყოფითი, პოზიტიური და 700-მდე ესეთი წყვილი გვაქვს და კვლევა რო ჩავატარეთ სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, კორპუსში რო გადავამოწმეთ ეს მასალა, აღმოჩნდა რომ მაინც იმ უცხო სიტყვას უფრო ხშირად ვიყენებთ, ახლა იმას ტრანსპარანტულს უფრო იტყვიან ვიდრე გამჭვირვალეს. ტოლერანტობას უფრო იშვიათად იტყვიან, მაგალითად, ვიდრე შემწყნარებლობას. ხო, უფრო ხშირად იტყვიან, ვიდრე შემწყნარებლო. არა და ნახეთ რა კარგი სიტყვაა, ხო, შემწყნარებლო. აი მართლა სულს ელამუნება, რომ წარმოთქვამ სიტყვას იმდენად კარგი სიტყვაა და ხო, ბევრი რამე მაღიზიანებს და აი რა მაღიზიანებს ბარბარიზმის წერტილი G-ზეა გამოქვეყნებული. აი გუშინ მკითხეს გადაცემაში სწორედ ახალგაზრდულ სლენგზე საუბრობდით და აი ბავშვებიო ხო შეიძლება რომ ქრაშის მაგივროთო მიჯნური იხმარონო და ნუ დავიხოცეთ სიცილით ხო ეხა 14 წლის ბავშვი რომ მიჯნურს არ იხმარს იმისათვის რომ მეორე მეგობარს უთხრას რომ ხა ეს ვიღაცა მოსწონს ხო მიჯნური მაგრამ ნუ თავის ადგილზე ალბათ სადღაც ის მიჯნური მისაღებია მაგრამ ის ქრაში სხვა იმითი არის დატვირთული სლენგია ესა და მას დღეს იყენებენ ხვალ შეიძლება აღარ გამოიყენონ. ხო, ესეც სიტყვას უნდა ვებრძოლოთ? სლენგს არ უნდა ვებრძოლოთ, იმიტომ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. ნუ ვებრძოლოთ რა ვეცადოთ რომ შევანასწროთ. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რეგისტრი, ხო, ენის დაუშვათ, გვაქვს სალიტერატურო ენა, გვაქვს სასაუბრო ენა, გვაქვს სლენგი, იქ არის ჟარგონი, პროფესიული ჟარგონი. ყველაფერს აქ არის დიალექტიზმები, ხო? ახლა მე მაგალითად ბავშვობაში გურიაში რო ჩავდიოდი, სულ გურულად უქცევდი ხოლმე, იმდენად მიყვარდა ის აქცენტი. მე თბილისში ჩამოვდიოდი და ბუნებრივია, ახლა თბილისში გურულად არ უქცევდი, ხო? მაგრამ გურულებთან ერთად რო ვარ, ხანდახან მიყვარს ხოლმე, რომ ჩემი გურული დიალექტი გამოვიყენო. ყველაფერს აქ თავისი ადგილი. ახლა მე რო თქვენთან აქ დავჭდე და სლენგი დავიწყო ლაპარაკი, არ იქნება სწორი, ხო? ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ვცდილობთ, რომ სალიტერატურო ქართულით ვისაუბროთ, მაგრამ მეგობრებში ბუნებრივია, რომ სასაუბრო ლექსიკას ვიყენებთ, სლენგს ვიყენებთ, ხო? ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა რეგისტრს აქვს თავისი ადგილი და თავის ადგილას ის კარგია. ამიტომ უფრო უნდა ვებრძოლოთ სალიტერატურო ენაში აი ასეთი ბარბარიზმების და მეტისმეტად ესეთ მოჯარებული უცხო სიტყვების შემოღწევას და ბარბარიზმებს უნდა ვებრძოლოთ, მე ასე ვფიქრობ. კარგი, დიდი მადლობა. საინტერესო იყო ჩემთვის დარწმუნებული მასმენელისთვისაც. ხო, მეც თუ დაუკვირდებით, რომ სწორად ვისაუბროთ, რაღაცა მე მას გიბრუნებს. სიამოვნებას გურის ადამიანს, ხო? სიამოვნებას გურის ადამიანს, იმიტომ რომ ის სიტყვები არის ჩვენი დნმ. კი. მოგეთ დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ და ჩვენთან იყავით. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან სოკარი და სელფი და შევხვდებით ერთ კვირაში. მადლობა.